სტრესს აქვს ძალიან ძლიერი განმაკურნებელი ეფექტი. ხელზე რო ყიდულობენ რაღაც ნივთიერებებს, ხო ეს ნამდვილი არ არის, რაც ნამდვილი კოკაინია, რაც ნამდვილი ჰეროინია. ვაჟებშაველა, რომელიც ამბობს ძალიან საინტერესო ფრაზას. მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული. პიროვნებს უკვე ძალიან ცოტას დალევა ჭირდება, რომ დათრნენ. ანუ ეს არის უკვე ელექტრონულად გამოწვეული ADHD სინდრომი. არც მამამ არ უნდა სკროლოს, არც დედამ არ უნდა სკროლოს. განმეორებით რიტუალური ქცევით ვიცავ თავს ობსესიისგან. სკროლის ადიქცია, პატარა დოპამინები. ჩვეულებრივ ოჯახებს დაუბრუნდნენ და ოჯახებს, რომელსაც ეს ხალხი მართლა დაკარგული ეგონა. როგორც კი თავს ვიგზნობთ იმ სიცოცხლეში, რომ პასუხისმგებლობა არ მაქვს, ინტუიჩივე უნდა წავიდეთ ნახოთ ჩვენი ფსიქოლოგი. მოგესალმებით, მე ვარ რომან აფაქიძე და წარმოგიდგენ ჩემს პოდკასტს რაც გარდაუვალია. ამ პოდკასტში ვისაუბრებთ ისეთ თემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ფსიქიკასთან, ზოგადად ფსიქოლოგიასთან, ამ დარგის განვითარებასთან და დღეს თქვენთვის შევარჩიეთ ძალიან საინტერესო სტუმარი, ჩემი უფროსი მეგობარი და რაღაც თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელიც, ბატონი ლევან ანდრონიკაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება. ბატონი ლევანი არის ფსიქიატრი და ნარკოლოგი და დღეს ვისაუბრებთ ისეთ საინტერესო თემაზე, როგორიც არის ადიქციები. ბატონ ლევანს აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება, როგორც ვთქვი, დასავლურ ქვეყნებში მუშაობის, სამხრეთულ ქვეყნებში მუშაობისაც, ავსტრალიაში მაგალითად. და როცა ვსაუბრობდით მე და ბატონი ლევანი ამაზე, რომ როგორ ხდება საქართველოში ადიქციების კონტროლი, ადიქციებისგან ადამიანების გათავისუფლებაზე მუშაობა, ძალიან ბევრი თემა წამოვიდა, რომელსაც სხვანაირად ხედავენ დასავლეთში და სხვანაირად ვაკეთებთ ჩვენ. მაგალითად, იგივე დეტოქსის ფაზაზე, დეტოქსი არის სამედიცინო ფაზა ადიქციებზე მუშაობის, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ადამიანის სხეული გავწმინდოთ იმ ქიმიური შემადგენლობისგან, რომელიც ცulis ადამიანის ფსიქიკას, ხო? და გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, ასე რომ წარმოგიდგენთ ბატონ ლევან ანდრონიკაშვილს და კარგად გავშლით დღეს ამ თემას. მადლობა, რომ გვიყურებთ და ხართ და გვისმენთ და ხართ ჩვენთან ერთად. ბატონ ლევან, ცოტა თქვენზე რომ მოგვიყვეთ. მადლობა რომ წარმოდგენისათვის. ახლა უნდა გამოგიტყვეთ, რომ მე საქართველოში არ ვარ სერტიფიცირებული ნარკოლოგიაში, განცხადება მაქვს შეტანილი და ახლა დაიწყება ნარკოლოგიის კურსი, მაგრამ საზღვარგარეთ მაგალითად ვიყავი მეტადონის პრესკრაიბერი, გამოწერა შემეძლო და კაი გამოცდილება, საკმაო გამოცდილება მაქვს საზღვარგარეთ ამ ნარკოლოგიაშიც. უნდა გამოგიტყვეთ კიდე რაღაცა გამოსატყლომი ვარიანტი სიტუაციები გვექნება დღეს. იმიტომ ინგლისში რო ჩავედი პირველად და დავიწყე ფსიქიატრიაში მუშაობა და ანუ რაღაც ტრეინინგები უნდა გამევლო ყველაფერი ამ პროცესში იყო, ნარკოლოგიურ პაციენტებთან უნდა მემუშავა და ერთ დღეს მიძახიან იმაში რა ქვია accident emergency-ში მეძახიან, რომ ეს ნარკოლოგიური პაციენტი ყავს, რომელმაც არ იცის როგორ safely დაცვლად როგორ უსაფრთხოდ გაიკეთოს ნარკოლოგიის საშუალება, ეს იქნება თუ მორფინი იქნება თუ რაც იქნება და უნდა ვასწავლო მე ექიმა ფემორალ ვენაში გაკეთება იმის, ნუ ესე იგი მე ისეთი სტრესი დამემართა იქ. ჯერ ესეთი ისიც უნდა ვიკითხოთ, რომ ახლა ფემორალ ვენაში მე ის დიდი ხანი სტუდენტობის მე არაფერი არ მქონდა, აჯერ არც მახსოვდა, მაგრამ ნუ ეს პრაქტიკა რომ გავიგე, რომ აი ეს უსაფრთხოდ გაკეთების უსაფრთხოდ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ექიმებს უნდა გვესწავლებინა მათთვის, ხო? უსაფრთხო მოხმარება. ეს იყო ნუ ძალიან რაღაცნაირად აღმაშფოთებელი და მე ამას ვიძახი, რომელი 93 წელი იყო მაშინ 93-94 წლებში როცა ინგლისში ვიყო. ნუ ეს იყო აღმაშფოთებელი სახში რომ მივედი ამაზე დიდი ის გავაკეთე რა ქვია, დღიურში ჩავიწერე რომ მე იმის მაგრად რომ ვებრძოლო მათ ეს და მე ერთ-ორ დღეში დავწყნარდი და მე ნუ რა თქმა უნდა უფრო მეტად გადავიკითხე მათი მიდგომები და ძალიან
გავითავისე, ძალიან გავითავისე, რომ ეს პიროვნებები მართლაც რაღაც სჭირდებათ მათ და უფრო ჩაუჯექ მაშინ ადიქტოლოგიის სწავლასა თუ მიდგომას და ძალიან დამეხმარა ეს მათ ამ პიროვნებების მდგომარეობის გაგებაში, მდგომარეობის ანუ თქვენ უკვე 90-იანების დასაწყისიდან იყავით ინგლისში, ხო თქვენ პირველი 97-მდე ვიყავი ინგლისში, მე ავსტრალიაში გადავედი და რა თქმა უნდა. იქ როგორც ვიცი სიდნეიში მუშაობდი. კი, სიდნეიში მუშაობდი, ცენტრალ სიდნეიში ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო მქირავობდა და ერთი სამოწყოფოდან მეორეში გადავყავდით და სადაც საჭირო იყო და ესე ასე რომ ნარკოლოგიასთან თუ დამოკიდებულებასთან მარტო ნარკოლოგია იქ არ იყო სადღაც 2000-იან წლებში მომიხდა ბავშვთა განყოფილებაში მუშაობა სადაც კომპიუტერულ თამაშზე დამოკიდებულება ანუ DSM 4-ის ენაზე გიწევდათ DSM 3 არ მახსოვს მე 3 არ მახსოვს და 4-იც მახსოვს და რა თქმა უნდა 5-იც ეს DSM-ის განვითარება გახდა ჩემთვის DSM-თან ერთად მის განვითარდი რა რო თქვა და კლასიფიკაციურ სისტემასთან ერთად. ძალიან კარგი. მოდით მაშინ რაღაცა ესე რომ დაგიგმილად რომ მივუყვეთ. მე მგონი ჩვენი მსმენელი და მაყურებელი დარწმუნდა თქვენს რაღაცა გამოცდილებაში, ხო რამდენად ანუ 20 წელიწადზე მეტია უკვე ამ სფეროში ხართ და მოღვაწეობთ თან, ნუ როგორც ეხლა გაიყვა და ეს ისედაც ცნობილია, მაგრამ კარგია რომ უშუალო შეხება გქონდათ ამასთან, რომ იქ მაინც ჰუმანისტური სკოლის მიდგომები უფრო იქ არის პრივალენტ მარტო ჰუმანისტური არის. ადრე როგორც მე ისტორიაში ჩაუჯექი და დაახლოებით 80-იანი წლებიდან ეს რაღაც დამსჯელობითი ოპერაციები ამ მომხმარებელთა დამოკიდებულებასთან უკვე გაუქმებული იყო 80-იანი წლებიდან და 80-იანი წლებში ჰუმანისტური მიდის რომ ეს პიროვნება ამ პიროვნებას რაღაც განაპირობებს და თქვენ წარმოიდგინეთ DSM-ის განვითარებასთან ერთად ეთიოლოგიურ ფაქტორებსაც ეძებს, ხო? და ახლა DSM-5 ხო რამდენი ეთიოლოგიური ფაქტორი ჩამოყალიბდა, ხო? თვითონ კლასიფიკაციურ სისტემაშიც რომ ის აუცილებლად ის უნდა იყოს, აუცილებლად ის იყოს და დამოკიდებულებასთან განვითარებაშიც ეთიოლოგიური ფაქტორი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევა პაციენტში და ეს არის ჰუმანისტური, იმიტომ რომ ასე თუ ისე ყველა ერთნაირი იმით ვიბადებით. ხო, ანუ ძალიან მოკლედ რო ვთქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩემთვისაც, როგორც პრაქტიკოსისთვის, რომ ზოგადად ჩვენში ჯერ კიდევ პრივალენტურია საბჭოთა ფსიქიატრიის მიდგომა, ხო, რომელიც მოდის თვითონ რაღაც გერმანული მიდგომიდან, რომელიც გერმანიაში უკვე რა თქმა უნდა დიდი ხნის წინ არის უარყოფილი, რომ ფსიქიატრია მუშაობს სიმპტომთან და არა პიროვნებასთან. და ეს მიდგომა შეიცვალა ზუსტად 80-იანი წლებიდან დასავლურ ქვეყნებში და აქ შემოდის სტიგმატიზების თემაც ძალიან მნიშვნელოვნად. ჩვენ საზოგადოებაში მოხმარება არის ძალიან სტიგმატიზირებული რაღაც სფეროებში, მაგალითად, როდესაც ნარკოლოგიაზე არის საუბარი, თუმცა არის ესეთი ტერმინიც და მნიშვნელოვანი სიტყვა, ხო, ზოგადად ადიქტოლოგიაში სოციალური მისაღებობა. ხო, სოციალური ტოლერანტობა რაღაცა კონკრეტული ნივთიერებისადმი, ესეთი საქართველოში არის ღვინო და ალკოჰოლი, ანუ ალკოჰოლი არ არის ისევე სტიგმატიზირებული, როგორც ვთქვათ, ნარკოტიკების მოხმარება, ხო, ეს ხალხი ბევრად უფრო სტიგმატიზებული არიან და არსებობს კიდევ ერთი ძალიან დიდი სტიგმა, ჩემი აზრით, ქართულ საზოგადოებაში და ამაზეც მინდა რომ დღეს მოვახსოვოთ და ვილაპარაკოთ, რომ მიმართვიანობა ძალიან დაბალია დედრობითი სქესის წარმომადგენლების ნარკოლოგიაზე, თუმცა ფსიქოლოგიამ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იცის, რომ დედრობითი სქესის ბუნება უფრო ადიქციურები არიან. ადვილად ავითარებენ ადიქციას, უფრო ადვილად უვითარდებათ ადიქცია ქალბატონებს, რო იცოდეთ და უფრო თუ მამაკაცებში მაგალითად ვიცი ეს მამაკაც რომელსაც ადიქციასთან აქვს დაახლოებით 6-7 ადამიანი მოსდევს უკან, რომელსაც ის აზიანებს თავისი ქმედებით, ქალბატონებს დაახლოებით 12. ესეთი კვლევები არის ჩატარებული. ხო. ისიც მინდა რაღაც ამაში ის გავაკეთოთ, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ ვიცით, რომ
60% ადიქციის არის გენეტიკურად ტრანსფორმირებული, გენეტიკით განპირობებული. არის პოპულაციები, სადაც საზღვარგარეთ, სადაც 80%-ია გენეტიკით განპირობებული. ჩვენ საქართველოში ესეთი ინფორმაცია არ გვაქვს. ეს კარგია ამაზე რომ ვილაპარაკოთ, ანუ ადიქციაზე მუშაობის დროს განვიხილავთ 4 ფაქტორს, ხო? ბიო, ფსიქო, სოციალურ და სულიერ ფაქტორს. აი ეს სულიერი ფაქტორის გავლენა ძალიან კარგად ჩანს მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებში, რომ მაგალითად მუსულმანურ ქვეყნებში ადიქციების ალკოჰოლიზმის კონკრეტულად მაჩვენებელი არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე ქვეყნებში, სადაც ალკოჰოლით დაშვებული, ხო, ანუ ეს სულიერი შემადგენელიც განსაზღვრავს ზოგადად მიდრეკილებას ადიქციისადმი. ხო, სულიერი შემადგენელი მარტო კი არ განსაზღვრავს რაღაც კანონებსაც აწესებს. რისი მიღება ადამიანს შეუძლია და რა ავლენს მასზე უფრო დიდ გავლენას, უფრო ნაკლებ გავლენას. ჯვაროსნული ომების ძვლების შემდეგ რომ ტერიტორიებს რო ძვლებს ნახულობდნენ და მათი სპექტრული ანალიზი გააკეთეს და გენეტიკური და ნივთიერებებით რა ნივთიერებებით იყო გაჟღენთილები და ადგინეს რომ ჯვაროსნული ომის მომხრეები ერთი მხარე იყო ალკოგოლით გაჟღენთილი, მეორე იყო მარიხუანით და ოპიუმით გაჟღენთილი ძვლები. ასე რომ ეს cultural, ეს კულტურული მემკვიდრეობა რაღაცნაირად გენეტიკურადაც გადავიდა. ვიცით რომ აი ევროპის და ანგლო-საქსონების მხრიდან უფრო ალკოგოლისკენ არის რაღაც მიდრეკილება. უფრო აზიისტი და უფრო რაღაც მარიხუანის ოპიუმის არის მიდრეკილება. ტრიაქის მომხმარებლები. კი, ტრიაქის მომხმარებლები იყვნენ თუმე უმეტესობა რა. ხო. ესე იგი და ეს ისტორიკოსები რო განსაზღვრავენ, ესე იგი ალკოგოლიკებსა და ტრიაქის მომხმარებლებს შორის იყო ეს ჯვაროსნული ომები. ხო. ასევე რაღაც ფსიქოლოგიაში არის ესეთი რაღაცა რომ ყველა დროს აქვს თავის კონკრეტული ნარკოტიკი. ხო, კი. მაგალითად ოპოიდები, ეს რაღაცა ოპიუმი ფროიდის პერიოდის ფსიქოლოგიისთვის წამყვანი ნივთიერება. მე მოვდივართ რაღაც 60-იან წლებში უკვე ჩნდება ისეთი ნივთიერება, როგორც არის LSD, ხო 50-იანი წლებიდან ხდება ამის კულტივირება, ანუ ფსიქიკის გამოვლენა, ფსიქოდელიკი, ხო და თლად ბოლომდე ნარკოტიკი არა, ხო თავისი თვისებებით, თუმცა აქვს ერთი უპირატესობა აქვს, რომ მიჩვევას არ იწვევს, ხო როგორც ვიცი. მიჩვევას არ იწვევს, მაგრამ შეიძლება ის შეცვალოს ტვინის თვითონ ქიმიურ შეცვალოს ტვინის ნეირონებს შორის კავშირი, რომ ის ვეღარ აღდგეს ნორმამდე ვერასოდეს. ვერასოდეს ვერა. ესე იგი პიროვნების ცხოვრება შეიძლება მთლიანად იყოს სხვა ტრაექტორიაზე გადაყვანილი. მოდით მაშინ ესეთი რაღაც გავაკეთოთ, ბატონო ლევანო. რომ ვისაუბროთ რაღაც განსაზღვრებების თვალსაზრისითაც, ხო? იმიტომ რომ როგორც ვიცი ხშირად არის ესეთი რაღაცა, რომ ადიქციებს ხშირად ეძახიან მავნე ჩვევებს. ხო? ანუ ეს უბრალოდ ესეთი ჩვევა მაქვს, რომ პარასკევობით უნდა დავლიო. ვთქვათ, სიტყვაზე ხო რაღაცა ან ჩვენს კორპორაციას აქვს ესეთი რაღაცა კორპორაციული დალევებიც არსებობს. ვთქვათ, ხო, რომ რაღაცა პარასკევით ძალიან პოპულარული ხდება, რომ იცოდეთ კორპორაციული დალევები, იმიტომ რომ ესეთი თეორია გაჟღერდა, რომ ეს ერთად მინგლინგი რასაც ქვია, რაც ჩვენ გუნდს ერთად ქმნის და ჩვენ სხვანაირ დონეზე ვიცნობთ ერთმანეთს. ხო, არაცნობიერის დონეზე ვიცნობთ ერთმანეთს. ხო, ისეთ როდესაც ჩვენი შუბლის ნაწილი, ტვინის შუბლის ნაწილი ცოტათი დადრგუნული არის, გათიშული არის სხვა ნაწილებისაგან და ჩვენ ესეთი გვინდა რომ ესე გავიცნობთ ერთმანეთი. არ ვიცი, ეს მე ძალიან ისე ვარ სკეპტიკულად ვარ მაგით განწყობილი. კორპორაციული ისინი აუცილებლად უნდა იყოს განვითარებაზე მიმართული. ჯგუფის განვითარებაზე რა, სამსახურის განვითარებაზე და ახლა იმის შემდეგ ერთ ლუცდალევს ადამიანი თუ ეს სხვა მომენტი არის. უბრალოდ მან არის ესეთი საფრთხე, ხო? ანუ რაღაცა კონკრეტულად მუდმივად ერთი და იგივე დრო არის ამისთვის გამოყოფილი, ხო? რაც ადიქციის ჩამოყალიბებას ბევრად უფრო უწყობს ხელს, ვიდრე ვთქვათ, აი ეს ქაოტურად
ხო რაღაც აი მომიწია სიტუაციაში. როდესაც არის რაღაც განსაზღვრული დღე ამისთვის, რომ პარასკევს მივდივართ და ანუ ჩვენი ორგანიზმი ცოტა სხვანაირად ეჩვევა. ამას კუნთოვანი მეხსიერების ეფექტური ნაწილი მხოლოდ 48 საათის განმავლობაში მუშაობს. მაგრამ მაინც რაღაც სოციალური დამახსოვრება აქვს თითქოს ამას ხო და ხდება ეს მერე რეგულარული ქცევა. ანუ რეგულარულობა ერთ-ერთი მაჩვენებელია ადიქციისთვის, ხო? მაჩვენებლებზე რო ვილაპარაკოთ, ჯერ ვისაუბროთ იმაზე, რითი განსხვავდება ჩვევები, მავნე ჩვევები და ადიქციები ერთმანეთისგან, ხო, არის რაღაცა ეს განსხვავება ამათ შორის და მერე ვილაპარაკოთ უკვე რაღაც კრიტერიუმებზე, როგორ ვადგენთ ჩვენ ადიქციას. ჩემი რაღაც განვითარების თუ სწავლის თუ ეს ფსიქიატრიის გაცნობის პერიოდში მე მქონდა არ ვიცი ახლა ეს ადიქცია და ვარქვა თუ რაღაც ჩვევა მქონდა ესეთი რომ აუცილებლად დღეში საღამოს სპეციალურად რომ მქონდა გამოყოფილი სახში რომ მივიდოდი უნდა წამეკითხა დაახლოებით საათ ნახევარი ესე რა ქვია ლიტერატურას უნდა გავცნობოდი ჟურნალებს რა ხდებოდა რო ხდებოდა საათ ნახევარი ესეთ დრო გამოყოფილი მქონდა ყველა სახში იცოდა რომ მე ვიყავი ჩემ ოთახში და ამას ვაკეთებდი და მე რაღაცნაირად ისე გამოვიდა რომ ეს ვერ შევძელი რა იმიტომ რომ ან მორიგე ვიყავი ან რაღაც სხვა რაღაც ვიყავი და სხვა მქონდა ისე ცუდად გრძნობდი თავს თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა იყო ხო წიგნის ჟურნალის წაკითხვაზე იყო და რაღაც უნდა დამეკონსპექტებინა რა იმ ჟურნალი და რაღაც სამარები უნდა გამეკეთებინა ხო რა ადიქცია მაგრამ აი ესეთი ადიქცია ესა რა ქვია ჩამომიყალიბდა და სულ მხოლოდ რაღაც ერთი 3 თვე ვაკეთებდი 3 თვის შემდეგ და რომ დავანებე თავი უკვე რაღაც სხვა უნდა გამეკეთებინა იმ დროს ვერაფერს ვერ ვაკეთებდი აი ჩაულებრივი ახლა რა ისისა ხო ესეც ადიქცია არის ახლა მაგრამ შევძელი ახლა ნუ ერთ კვირაში უკვე ის გრძნობები და რაღაც არ მქონდა იმიტომ რომ შევძელი გააზრება თუ რატო გძნობდი იმ დისკომფორტს იმ დღეში როცა იმას მე არ ვაკეთებდი და მე როცა გავიაზრე რომ მივხვდი აი ეს თურმე სიბრალე ყოფილა მე უკვე დამილაგდა ყველაფერი მაგრამ დაჭირდა დაახლოებით 1 კვირა 10 დღე დაჭირდა მაგის twinში რაღაცის შეცვლას, ქიმიონივთერების შეცვლას, იმიტომ რომ მე ხო იქიდან ვიღებდი რაღაც ინფორმაციის გარდა რაღაც pleasure, რაღაც სიამოვნებასაც ხო ვიღებდი. რაღაც ახალი გავიგე, რაღაც სიხარულს ვიღებდი, ხო, რაღაც ამ ინფორმაციის შემიძლია გამოყენება ჩემ სამსახურში, ამ რაღაცამ სხვა დონეზე გამწია და აი ამ სიხარულზე დამოკიდებულებამ უკვე როცა შევწყვიტე, აღარ ვიღებდი იმ სიხარულებს. და ძალიან ცუდად იმოქმედა ამან ჩემს. ხო. აქ მივადექით მე ძალიან საინტერესო თემას. არსებობს ორი ტიპის ადიქციები. არსებობს დოპამინური ადიქციები, სიამოვნებაზე ორიენტირებული ადიქციები და შემაკავებელი, ანუ გაბა ადიქციები, რომლებიც არა იმდენად სიამოვნებაზე ორიენტირებულობისგან გამოწვეული ადიქციებია, არამედ ადიქციებია, რომლებიც მაგალითად შფოთვისგან მიცავს. აი იმიტომ სვამ რომ არ ვიფიქრო რაღაცაზე, ხო? ეს უკვე გაბა ადიქციად განიხილება. კი, რა თქმა უნდა. ესე იგი, აი ეს ძალიან საინტერესო არის ადიქცია. ესეთი თეორიაც იყო ალბათ თქვენ გახსოვთ 90-იან წლებში, რომ ეს თავის თავს ეხმარებიან ამ ალკოგოლის დალევით, იმიტომ რომ თუ გინდა ნარკოტიკის მიღებით, თავის თავს ეხმარება, დახმარებით ის self medication-საც ეძახდნენ. არა, ეს self medication არ იყო, ეს იყო ჩართვა იმ ადიქციური მექანიზმების, რომლებიც ის იყო, რა ქვია, რომელიც მე პათოლოგიაში გადადიოდა. და ადიქცია, მაგალითად, რომელიც ჩვენ ხელს არ გვიშლის და რაღაც განვითარებაზეა ეს მიმართული. თუ გინდა ვარჯიში დილით რო ადგენ გამახნეველი ვარჯიში იყო საბჭოთა კავშირის დროს ხო გახსოვთ ეგ საძე რადიო ირთვებოდა ეს მთელი კავშირი უნდა ამდგარიყო რაღაც ესეც იმისთვის იყო გაკეთებული რომ პიროვნების ჩამოყალიბებოდა სიამოვნების მიღების რაღაც სიამოვნების მიღებასთან დაკავშირებული ქიმიური ნივთიერებების გამოყოფა twinში დილით. ხო, ჯამრთელი ადიქცია ჩამოყალიბებოდა. ჯამრთელი ადიქცია, მაგრამ ესეც ადიქცია არის. გააზრება აკალდა. ის ადიქცია, რომელსაც გააზრება აკლია, უკვე კი, შეიძლება ზარალს არ გვაყენებს. ზარალსა ჭედა პირიქით ჯამრთელად ვარ და რაღაცა, მაგრამ
გააზრების მომენტი არის აუცილებლად საჭირო რატომ ვაკეთებ რას ვიღებ აქედან და ეს რა ბენეფიტებს მაძლევს რაში დამეხმარება ჯანმრთელობით კოგნიტიურად რა ვიცი ხალხის გაცნობით როგორც კონტროლით ხო და ნახეთ ადიქცია რომელსაც კონტროლი და ადიქციის დროს თავი რა უქრება ადამიანს კონტროლი ყველაფერზე თავის ცხოვრებაზე, თავის ფიქრებზე, თავის ემოციებზე, თავის მე ისა რა ქვია, გონების ქმედებებზე. და ეს არის. და ეს არის ერთ-ერთი უნივერსალური მაჩვენებელი ადიქციის განსაზღვრის, ეს ხო? ამას ქვია კონტროლის დაკარგვა, როცა მე ზიანის მიუხედავად ვაგრძელებ რაღაცის მოხარ ვერ ვაკონტროლებ უკვე ხო ანუ ვაგრძელებ განა ჩემი არჩევანია რომ ვაგრძელებ არამედ ვერ ვაკონტროლებ ვიცი რომ ვთქვათ დამაზიანებს ეს მაგრამ მაინც ვაგრძელებ ამ ქმედებას ხო არ ჩამოთვალოთ მაშინ ეს 6 კრიტერიუმი ბატონო ლევან რომლითაც ჩვენ ადიქციებს განსაზღვრავს ხო ეს კრიტერიუმები ადვილი წასაკითხია მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ის ქმედება ხო ის ქმედება რომელიც ჩვენ ფიზიკურად ესე რა ქვია გვაზარალებს რომელიც ჩვენ ურთიერთობას აზარალებს სხვა ხალხა იმის და მიუხედავად რომ შეიძლება კრიმინალური რაღაც წესების კანონების რა ქვია კრიმინალური ქმედებები ჩავიდინოთ, კაიგეთ და თრავმა საჭესთან დავჭდეთ და ის ქმედება რომელიც ჩვენ სოციალურად რაღაც საჭირო როლიდან თავისუფლებს როგორც სამსახურში წასვლიდან ის ქმედება რომელიც ნეგლექტს გაგვაკეთებინებს ჩვენ ბავშვებთან ოჯახის წევრებთან ხო ეს ქმედებები არის ყველაფერი ადიქციის მაჩვენებელი ეს პიროვნება რომ დაკარგა კონტროლი და არის ძალიან იმპულსური იმიტომ მარტო კონტროლის დაკარგვა არ არის იქ არის იმპულსურების ქმედება ალბათ იმპულსის კონტროლის დაკარგვა ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა ხო ну ერთ-ერთი არის ზიანის მიუხედავად გაგრძელება ხო ვერ შეწყვეტა არის ისეთი მაჩვენებელი როგორც არის ტოლერანტობა ცოტა ტოლერანტობის ზრდა ხო ანუ რაღაცა აქ მივდივართ პრენოზოლოგიურ ამაზეც მინდა ცოტა ვილაპარაკოთ პრენოზოლოგიურ მდგომარეობამდე როდესაც ვთქვათ ადამიანმა პირველად მოიხმარა რაღაცა ხო აი არის ხოლმე რომ რაღაც უფრო კონკრეტული მაგალითები რო ვთქვათ რომ დავამიწოთ ხო რაღაცა აი ვთქვათ თავიდან როცა შენ ხარ გუშინ დალიე და დღეს მოკლედ გაქვს ეს რაღაცა მცირე აბსტინენციის სინდრომი ხო რაღაც პახმელიას რასაც ეძახიან სამწუხაროდ საქართველოშიც ხო და ამ დროს რომ თავაზობდნენ ხოლმე რომ ბიჭო ადექი და ერთი ჭიქა დალიე და გაგივლის ეს ყველაფერი ხო ამის სუნის გაგონებაც არ შეგიძლია თავიდან ხო და წარმოუდგენელია როგორ შეიძლება აი ამ მდგომარეობაში ისევ დალიო ხო მაგრამ მე ხდება ტოლერანტობის ზრდა ამ ნივთიერების მიმართ და მე უკვე ანუ დოზებსაც ზრდი ხო თავიდან მცირეს მოიხმარ მე რაღაცა დოზებიც იზრდება იმიტომ რომ სიამოვნებას ვეღარ ღებულობს ადამიანის რაც ისე რა რაც ამ პატარა ერთმა დოზამ მოგცა და ეს ძალიან საფრთხო მომენტი არის ხო ანუ ტოლერანტობის ზრდაც ერთ-ერთი მაჩვენებელია რომელსაც კარგი იქნება თუ დააკვირდებიან თავის თავში ადამიანები და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ადიქციასთან აი ეს თვითგაცნობიერებას როგორც თქვენ თქვით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადიქციაზე მუშაობისთვის და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანი იყოს გულწრფელი საკუთარ თავთან როდესაც აი ამ სიმპტომების მიხედვით თავის თავს აფასებს მარტო თავისთან არა მაგრამ ესე იგი ისე აი მეც რა გამიჭირდა მართლაც გეუბნებით აი ინტერვიუების დროს პაციენტებთან ურთიერთობის დროს რაღაცა რომ ჯერ ესეთი მათი ნდობა დავიმსახურო და ესე იგი სუტყვილებით რაღაც სუტყვილებით სულ რაღაც ესე ტყვილით იმით კი არა რაღაცა მე მომატყოს სიმართლეს დაკარგული აქვს ზოგჯერ აი მართალი სიმართლე რა არის თვითონაც დაკარგული აქვს და რა არის ტყვილი და გაიგეთ ეს სულ რაღაც იმაში რა ქვია ესეთი იმაში მდგომარეობაში ხარ რომ თვითონაც არ იცის გაიგეთ მართალი იყო ის რაც მოხდა არ იყო მართალი იმიტომ რომ იმ მომენტში ის ესე ხედავდა რაღაცას მაგრამ მართალი იყო ის რომ ხედავდა მისი ასესმენტი იმ სიტუაციის როგორი იყო ხო ეს მომენტი ძალიან ძნელია ამ პიროვნებებში ამ დობის ჩამოყალიბება ამ რაღაცნაირად გაღვიძება იმ მემორების რომელიც სიმართლესთანაა დაკავშირებული და
ბევრი ტყუილში ცხოვრობს, რაც უფრო დიდხანს არიან ამ ადიქციაში, მით უფრო მეტი და მეტი ტყუილი ჩდება მათ ცხოვრებაში. ხო. მათ ცხოვრებაში. ერთი ჭიქა დავлев არა უშავს, ხო? აი ეს კონტროლის დაკარგვა კიდე ესე გამოიხატება, რომ ანუ მოდი ეხლა მე ცოტას დავлев და როცა ვერ ვახერხებ კონტროლს ნივთიერების მიღების. ხო, ანუ დავიწყე იმით, რომ მოდი ერთი ჭიქას დავлев და მეორე დილით აღმოვაჩინე, რომ ერთი ბოთლი დამილევია. ერთი ბოთლზეც ვერ გავჩერდი. ხო, რაღაც. ეგეც ძალიან კარგი მაჩვენებელია თუ ვცდილობთ საკუთარ თავში ამის დადგენას, რომ მაქვს თუ არა მე ეს ადიქცია ზოგადად. კარგი მაჩვენებელია, დავაკვირდეთ ამას, რამდენად ვახერხებ მე საკუთარი თავის კონტროლს ამ ნივთიერებასთან მიმართებაში. კი. ალკოგოლთან დაკავშირებით ესეთი ისინი არის, აქვე ესეთი ფაზები არის. ჯერ არის რაღაც ტოლერანტობა, უჩნდებათ ესე იგი უფრო მეტი და მეტი დალევა ჭირდება ადამიანს, რომ ისე დაათვრეს და ცუდად გახდეს და თქვა დილით რომ დანახვაც არ მინდა, ეს უკვე ტოქსიკური გავლენა მოახდინა იმ ალკოჰოლმა ისე თქვა პიროვნების ტვინზე, როგორც ორგანოზე. და ესე იგი ის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ალკოჰოლი გიტრონს, რომელიც შლის ალკოგოლს, ჩვეულებრივ წყალად და ისე ნახშირორჟანგად და ის ვეღარ მოქმედებდა, ესე იგი ტვინში რაღაცა, ტვინი დაისტრესა, ტვინში უჯრედებს შორის სინაფსები დაირღვა იმდენად, რომ უკვე ეს მე არის ერთი ფაზა, ძალიან საინტერესო ფაზა, რომელიც ბევრჯერ შემხვედრია, რომ პიროვნებს უკვე ძალიან ცოტას დალევა ჭირდება, რომ დათვრნენ. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს ქიმიური ნივთიერებები ღვიძლში, რომელიც ამ დეტოქსიფიკაციას აკეთებს, ისინი იმდენად არიან ჩათრეული ამ პროცესში და იმდენად დარღვეულები არიან, რომ ვეღარც აკეთებენ ამ იმას და ადამიანს გონი რომ კარგად ავარ ახლა. მე ხო გუშინ 3 ლიტრს ვსვავდი, ხო? და დღეს მჭირდება 9 ლიტრი და კარგად ავარ, მაგას რა ჯობია. არა, ეს მიგვინიშნებს რამდენი ზიანი აქვს მიღებული მის ღვიძლს, მის ორგანოს რა. ხო. და მე არის ხოლმე რომ აი ეს დამშლელი ნივთიერება, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომელმაც ეთილი უნდა დაშალოს, ხო თუ მე მივაჩვიე ჩემი ორგანიზმი, რომ მე რო დალევას ვიწყებ, ვსვავ 2 litrს, ხო? გამოიყოფა ჩვენი ორგანიზმის მიერ იმდენი, რამდენიც საჭიროა 2 ლიტრისთვის დამახასიათებელის და მე თვითონ ეს ნივთიერება გთხოვს, რომ დალიო. ხო, ანუ ხო ეს ალკოჰოლი და გიდაგნასა ცოტა სხვა როლი აქვს იქ, მაგრამ ის მდგომარეობა გთხოვს რომ დალიო, იმიტომ რომ კომფორტულად ხარ იმ მდგომარეობაში. ის მდგომარეობა, იქ ქიმიური ჩართული სხვა მექანიზმი, ის მდგომარეობაში შენ არ გადარდებს, პიროვნებას არ ადარდებს რეალობასთან დაკავშირებული ფიქრები, არ ადარდებს თავისი ყოფა, არ ადარდებს არაფერი. თუ გინდა სპორტი მე მინახია პიროვნება, რომელთვისაც ესე უთქვიათ, რომ აი შფოთავ რაღაცა, რა დალი ერთი ჭიქა არაკი და მე ალკოგოლიკი გამხდარა. ხო. გაბადამოკიდებულებაზე მივედით უკვე. და ალკოგოლიკი გამხდარა. აი ერთი იმიტომ რომ შფოთვას წესრიგად ვერ მოვარა. ამიტომაც აი და psychoeducation-ის განვითარება საზოგადოების ეს ცოდნის ამაღლება რა განათლება ახლა აქვს ალბათ საზოგადოებას, მაგრამ ეს ცოდნის სპეციფიკური ცოდნის განვითარება თუ რა არის შფოთვა, რა არის დეპრესია, როდის თუ სახში მიხვედი დაღლილი და რაღაცა ერთი ჭიქა ღვინოს რო დალევ და წამოწვევი ეს რას აკეთებს, ეს რისთვის აკეთებ და ერთი ბოთლის რო დალევ მაშინ რა ხდება ორგანიზმში. ამას ხალხმა უნდა, პიროვნებებმა უნდა იცოდნენ რა როლი. ხო, არ ვიცი ფსიქიატრიაში როგორ არის, მაგრამ ფსიქოთერაპიაში ნამდვილად ესეა, რომ ეს იწვევს დოპამინურ ადიქციასთან გვაქვს საქმე, თუ გაბა ადიქციასთან, ანუ შემაკავებელ ადიქციასთან, ეს იწვევს მიდგომის ცვლილებას ფსიქოთერაპიის, იმიტომ რომ თუ დოპამინურ ადიქციაზე არის ლაპარაკი, შეიძლება ამ ნივთიერებების მარტივად მოხსნა, ხო, ანუ უბრალოდ სიამოვნებაზე ამბობს უარს ადამიანი, მაგრამ როდესაც გაბა ადიქციასთან გვაქვს საქმე, როდესაც არის შემაკავებელ ადიქციასთან, იქ ჯერ უნდა დამუშავდეს ის შფოთვის სცენარი, რომელიც ამას იწვევს, იმიტომ რომ ამის მოხსნა შეიძლება უარესიც კი აღმოჩნდეს პაციენტისთვის და მოუწიოს მართლა დადგომა ისეთი
მდგომარეობის წინაშე, რომლისგან თავის დასაცავად, როდესაც დაცვითი არის ეს ადიქცია, ხო? მან ცოტა რთული სამუშაოა ფსიქოთერაპიულადაც, იმიტომ რომ უბრალოდ მექანიკური მოხსნა ვერ აკეთებ, სამუშაო ვერ ტარდება მაშინ. რთული კი არ ვერ ტარდება, იმიტომ რომ პიროვნება გამორთული იქნება ნებისმიერ შესაძლებლობებიდან, რომელსაც ტვინიერ შესაძლებლობებიდან რო იმუშაოს. და ამიტომაც ზუსტად ახლა ალბათ არის საჭირო ვთქვათ, რომ ძალიან ხშირად ადიქციებთან ერთად ჩვენ გვაქვს ხოლმე ფსიქიკური აშლილობებიც. რაღაცა dual diagnosis, ორმაგ დიაგნოზს უძახით ჩვენ, კაი. და ამიტომაც არის ჩართულობა ფსიქიატრის აუცილებელი, ფსიქიატრის ადიქტოლოგის ხე ჩვენ შორს არ ავართ ერთმანეთისაგან, ერთ-იგივე ტვინზე მუშაობთ. რომ ეს მომენტები განისაზღვროს. რა წამლები არის დასამატებელი, რომ რომ იმისთვის რომ პიროვნების ტვინს მივცეთ საშუალება ჩაერთოს ფსიქოთერაპიაში. თორემ ფსიქოთერაპია ხო ვიცით რამდენჯერ მოსულა პაციენტი, არ არის რა აქ ჩემთან რა და ვერ გამიგრძელებია ორი ასესმენტის მერე ვერ გამიგრძელებია ურთიერთობა მათთან. იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი დროის კარგვა და მისი დროის კარგვა. უნდა მედიკამენტოზურად მომზადდეს და შემდეგ მოულით რაც საჭიროა იმას გავაკეთებთ. დღევანდელ დღეს გვაქვს ეს ცოდნა და დღეს ამის შესაძლებლობა რა მედიკამენტოზურად რა გავაკეთეთ. დავიხმაროთ პაციენტს რომ მომზადოთ ფსიქოთერაპიისთვის. მოდით მაშინ რაღაცა ინფორმაციასაც მივაწვდი ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ ჩვენ ბატონ ლევანთან ერთად ეხლა ვემზადებით იმისთვის, რომ გავაკეთოთ ეს ცენტრი, სადაც მოვიტანთ ამ დასავლურ ცოდნასაც, მათ შორის სადაც გვექნება სრული და კომპლექსური მკურნალობა ჩვენი პაციენტებისთვის, ვისაც სჭირდება ამგვარი დახმარება, იქნება ზუსტად ბიოფსიქოსოციალური და სულიერი კომპონენტისგან შემდგარი ეს განკურნების პერიოდი, ხო, და მოდით ახლა ვილაპარაკოთ ბიო ნაწილზე, სამედიცინო ნაწილზე, ხო, იმ დეტოქს ფაზაში, რას ვაკეთებთ, ცალკე გვექნება დეტოქსის კლინიკა, ცალკე გვექნება რესარეაბილიტაციო ცენტრი, რომელშიც დეტოქსის მერე მოვლენ ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება ამ თვალსაზრისითაც, რომ კონკრეტული ქცევები შეიცვალოს უკვე ან მოვიყვანეთ რაღაც რესურსულ მდგომარეობაში, როდესაც აბსტინენციის სინდრომმა მოიკლო, ესეთი ძლიერი ტკივილი აღარ აქვს, შედარებით დერეფლექსირებულია იმ მდგომარეობიდან, როცა სხვა საერთოდ არაფრის დანახვა არ შეუძლია და რამდენად მნიშვნელოვანია საერთოდ მოკლედ ბევრს აქვს ესეთი კითხვა ბატონ ლევან რა განსაკუთრებით მშობლებს ან ახლობლებს რომლებსაც თავიანთი მეგობრები პაციენტები ოჯახის წევრები მოკლედ მიყავთ დეტოქს კლინიკებში რომ ჩვენ ვცადეთ ხო ეს ზრდის მე დანაშაულის შეგრძნებასაც ჩვენ ვცადეთ დიდი ფული გადავიხადე ხო იქ რაღაცა 4000 ლარი ღირს საშუალოდ ხო ეს ფასები ცოტა იაფის ამოვნებაც არ არის არა ხო იაფის ამოვნებაც არ არის და დეტოქსი არ მუშაობს ყავდა იქ რაღაცა 2 კვირა იმასქნეს თითქოს და არ იმუშავა ამ ყველაფერმა ხო რატო არ მუშაობს მარტო დეტოქსი ამაზე რო ვილაპარაკოთ ჩემი გამოცდილებიდან რაც მე გამოცდილება და ყველა ფაზაში ვარ ნამუშევარი ამ პროცესის ყველა ფაზაში პირველი ფაზა ყველაზე მთავარი არის რომ განსაზღვროთ ამ ინდივიდუალ პაციენტს რა ჭირდება და რისთვის არის ეს მზად. როგორც პაციენტი კი არა, ისე ოჯახიც, იმიტომ რომ ეს პაციენტები ეს მარტო ძალიან ხშირად მოდიან, იშვიათად მოდის რა ჩვენ და მოდის რა ჯგუფ ხალხთან ერთად ეს მეგობრები იქნებიან, ოჯახის წევრები, რა ვიცი, მშობლები, აი რა ფაზაში არიან თვითონ რისთვის არიან მზად და ამ პაციენტისთვის რა არის გასაკეთებელი დღევანდელ დღეს და აი ეს evidence based medicine რომ არ დღეს თარგმნით რომ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის რაღაც სორტირება უნდა გაკეთდეს ამ პიროვნებების შეიძლება ჭირდებოდეს მხოლოდ დღის ცენტრში მოსვლა ყოველ დღე რაღაც დაახლოებით 1-4 საათი დღის ცენტრში ყოფნა მეორე შეიძლება ისე რა ქვია წამლები რაღაც
მედიკამენტოზური საშუალებების დამატება და დღის ცენტრი. მესამე შეიძლება inpatient რა ქვია იმას მედიკამენტოზური ესე ქვია მედიკამენტოზური დეტოქსიფიკაცია კლინიკაში სამავთყოფოში ყოფილი მედიკამენტოზური დეტოქსიფიკაცია შეიძლება ჭირდებოდეს. მესამე შეიძლება მარტო withdrawal ისა რა ქვია withdrawal გაყინვის ხო freezing-ის არა withdrawal სიმპტომები რო ექნებათ რა როცა ხო რო ექნება იმის მენეჯმენტი არის საჭირო. ბევრი ფაზები არის აქედან აი ეს პირველ ფაზაში აუცილებელი არის პირველი მიდგომა არის აუცილებელი ამის გამოყოფა. მე შემდეგ რა თქმა უნდა ეს ჩართვა ფსიქოთერაპიის და ჩვენ გვაქვს აი კიდევ და კიდევ evidence based საშუალებები რა თუ გინდათ კოგნიტიური ქცევითი თერაპია თუ გინდათ დიალექტიკური ქცევითი თერაპია საპორტივი თერაპია ამათი ერთად შეჯა ამათი ნაწილების ეს მარტო იმის CBT-ის გაკეთება კოგნიტიური ქცევითი თერაპიის გაკეთება ცოტა ძნელი არის აუცილებლად უნდა ჩართო რაღაც დახმარე თერაპიები რაღაც ნაწილების სხვა თერაპიები თუ გინდათ იმის იქიდანაც რა ქვია დიალექტიკური ქცევითი თერაპიიდან იქიდანაც ჩართვა შეიძლება. ასე რომ ეს მიდგომა და ადამიანის მომზადება ამისთვის. ამ ნაწილში თერაპიის ნაწილში CBT-ის გარდა არის ესეთი საკმაოდ მცირე სტატისტიკა, მაგრამ ჩვენი სიახლე ზუსტად ესეც იქნება, ესეც უთხრათ მაშინ დაინტერესებულ მსმენელებს და მაყურებლებს, რომ ჩვენ თავაზობთ შედარებით ახალ მიდგომას, ხო, ლოგოთერაპიის და meaning centered therapy-ს ეძახიან ამას საზრისზე ორიენტირებული თერაპიის მიდგომას, როცა ჩვენ ვცდილობთ, იმიტომ რომ ნებას მაინც აქვს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა, ხო, რაღაცა კი თითქოს ნების მოხსნაზე იყო ორიენტირებული ეს სამედიცინო დიაგნოზად ქცევა დამოკიდებულების, როგორც ასეთი, ხო, ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს აი ახლა რაღაც სამედიცინო დიაგნოზე როგორი რაღაც ხდება. ადამიანი რო თქვათ გაციებულია ან რაღაც გრიპი აქვს, ხო? ეს გამოწვეულია რაღაც ვირუსით შეიძლება იყოს გამოწვეული, ხო? ანუ აქ ადამიანის ნებელობას თითქოს არანაირი კავშირი არ აქვს ავადმყოფობასთან. თუმცა და ესეთ ავადმყოფობად ცდილობდნენ მოეაზრებინათ ადიქციაც, ხო, რომ რაღაც თითქოს ნებასთან დაკავშირებული არ იყო ეს და ავადმყოფობა ქიმიურ ნივთიერებაზე დაფუძნებული ავადმყოფობა, რომ აი ეს კონკრეტული ნივთიერება აავადებს ამ ადამიანს, ხო? მაგრამ ბოლო დროს უკვე მივდივართ ამაზე, რომ ადამიანების ნებელობა მონაწილეობს ამაში და სტანდარტული დაავადება, რომელიც კონკრეტული ვირუსისგან არის გამოწვეული ან კონკრეტული ბაქტერიისგან ან რაღაცა, კი, ჩვენ ვთავთ პროცესს, როცა ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიური ლოგიკა იცვლება, მაგრამ მაინც აი ამის გაგება ზუსტად რომ მე ვთავ ამას და მე მაქვს საშუალება რომ ეს გამოვრთო. ხო, როგორც ჩავრთე. აი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თერაპიული თვალსაზრისით, ამიტომ საზრისის გაძლიერება ადამიანში არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამის და იმ მცირე სტატისტიკით, რომელიც meaning centered therapy-ს ანუ საზრისზე ორიენტირებულ თერაპიას აქვს, გამოდის, რომ უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს საზრისზე ორიენტირებული თერაპიის გავლის შემდეგ. უფრო გრძელვადიანი ეფექტი. და ამაზე საზრისზე არის ხო დამოკიდებული ისა რა ქვია ის თერაპიები, რომლებიც რამდენად მზად არის პიროვნება რომ შეცვალონ, ხო, შეცვალოს თავისი ცხოვრება, რა დაინახამ ცხოვრება, რისთვის უნდა შეცვალოს ეს ცხოვრება, ამაზე მიტევ და მოტივაციული ინტერვიუსაც ვეძახით, ხო, მოტივაცია ეს ხო თერაპიის ნაწილია, ეს ხო არ არის. ზუსტად ამ საზრისთან არის და უფრო მეტი ისა ინფორმაცია ჩვენ გვაქვს, რამდენი ხანი არის ხალხი თავისუფალი იმაში recovery-ში, რამდენი ხანი რაც უფრო მეტად არის ჩართული თერაპიებში, რაც უფრო მეტად არის გააქვს პიროვნებას გააზრებული, მით უფრო დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს. ეს მსოფლიოში ყველა ქვეყანაში არის უკვე ეს დადგენილი. ხო, დადგენილი ეს რაღაც ისინი რა ქვია ექსპერიმენტალურად დადგენილი და უმეტესი ხალხი ვახ თბილისში ვიცნობ ხალხია ვიცნობ 10 წელი სუფთა არიან და ისინი რა თერაპიაში სულ კი არ არიან, მაგრამ ეს გააზრებულად და ყველაფრით ზუსტად ესე აქვს შენარჩუნებული. ისთვის ცხოვრობ და რას ეწინააღმდეგები შენი ქცევით, როდესაც მოიხმარ. უფრო რთულია დარჩე იგივე გაუაზრებელ ქცევაში. ამიტომ საზრისის გამოვლენას ადამიანში
აქვს ჩემი აზრით მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა. რისთვის ვარ ამ სამყაროში მოვლენილი ამ სამყაროში. ხო, რისთვის ვარ ძალიან შორს წაგვიყვანს ეს აზრისი. კიდე და ამიტომაც არის ხოლმე რა ქვია, აი რომ ვთქვით რომ ისა რაღაც ტყუილია რაღაცას მალავენ რაღაცას ისე. აი ყოველთვის აქვთ ხოლმე აი ეს ინფორმაცია რისთვის გჭირდება. კაი, მე მოვედი ეს ჩივილი მაგ და ამ ჩივილზე მიშოვნე. არა, ესე არ გამოდის რა. აბა მომიყევი თუ გინდა ბებიებზე და ბაბუებზე. ჩვენ ხო ვიცით რომ მშობლებზე რო ვეკითხები, მომიყევი თქვენ მშობლებზე რაღაც. არა, ჩემი მშობლები არავითარ ნაკვე. ჩვენ ხო ვიცით რომ დამოკიდებულება შეიძლება ერთი generation-ის skip-ი გააკეთოს, იმიტომ რომ იმ თაობამ დაინახა თუ რა გავლენა მოახდინა წინა თაობამ. და ბებიებზე და ბაბუებზე, კარგი რა დროს ბებიებზე ბაბუებზე საუბარი მოდით და ისა რა ქვია, ამაზე ვარ მოსული ესის. მაგრამ ის მაინტერესებს მე. კაი და ესეც უნდა გაიაზრონ ჩვენ იმ პიროვნებები ჩვენთან მოდიან რომ ძალიან დიდი ინფორმაცია გვჭირდება ჩვენ გადასამუშავებლად თუ სად რა მოხდა, რატომ მოხდა და რამდენი სატანა შეუძლია ამ პიროვნების გონებას. ხო, სამწუხარო სტატისტიკაც გვაქვს ჩვენ ამაზე, რომ მაგალითად ახლა ადიქციებზე რო არ ვილაპარაკოთ, ეს ცნობილი ამბავია, რომ 90%-ზე მეტი იმ ადამიანების, რომლებიცაც ცემდნენ ბავშვობაში, თვითონაც ცემენ მერე თავიანთ შვილებს. ხო, იმიტომ რომ მარტო ეს რატომღაც გონიათ რომ აი მე არაფერი არ დამემართა, ნახე მე კარგი ტიპი გამოვედი და ხო დიდი ამბავი ხო. აი ეს არის ისა რა ქვია. ეს სხვა თემაზე გადაგვიყვანს და მე ეს გადაგვიყვანს კიდე თემაზე რომელსაც მშობლობა ქვია რა არის მშობლობა და რა არის მიზანი მშობლობის და ეს მაგრამ ეს ხო ხშირად ეს ზუსტად ის მინინგია ანუ ზუსტად ის საზრისია რომლის გამოც მე ვხვდები რომ თავი უნდა დავანებო ამ იმიტომ რომ როცა ვაცნობიერებ რამოდენა გავლენა აქვს რამოდენა გავლენა ქონდა ჩემზე ხო, ჩემი მშობლების ქცევას. მე ვაცნობიერებ რამოდენა გავლენა შეიძლება გქონდეს ჩემს შვილებზე ჩემს ქცევას. ანუ მე რო დღეს მოვიხმარ, ხო? და ჩემი შვილები ამ გარემოში რო არიან და ამის ფაქტობრივად თანამონაწილეობა უწევს, ხო? მათში ყალიბდება თანადამოკიდებულება რაღაც თვალსაზრისით, აი ამ თანადამოკიდებულებაზეც მინდა რომ თანადამოკიდებულები მშობლებიც მინახიან, მეუღლეების მინახიან, ბავშვებთან, შვილებთან არ მქონია ეს ურთიერთობა, მაგრამ ეს თანადამოკიდებულება არის ის მდგომარეობა, როდესაც პირიქით ეს ხალხი იმ ეხმარება რა გაგრძელებაში, ამ იმის დამოკიდებულების გაგრძელებაში და ამ მეინტენანსსაც აკეთებენ რა. ამის ისინი ძალიან დაზიანებულები არიან. სპეციალური კურსები არსებობს თანადამოკიდებულებებისათვის. ძალიან ეს პროგრესიული მიდგომა აქვს დღევანდელ დღეს. და გვექნება ეს კურსები ჩვენთან არა გვექნება ამ კურსები ეს არის ის რა ქვია თავარი მე ყოველთვის ეს მაქრო მოდომება არ არის საჭირო ცოდნა არის საჭირო და დღევანდელ დღეს გვაქვს ეს ჩვენი ცოდნა მე რა ცოდნაც მაქვს მე ის ცოდნის გაზიარება არ მეშინია და არ მაქვს ის პრობლემა რისი გადა თუ რაღაც არ ვიცი იმასაც ის ვიცი ვინც იცის რაღაცის გაკეთება იმასთან გადამისამართება ასე რომ ვიცით რა უნდა გაკეთდეს ეს არის მე მგონი ისე რა ქვია მთავარი მაგრამ დახმარება გჭირდება ყოველთვის ცოტა ზემდგომი ორგანოებისაგან ეს იქნება ჯანმრთელობის დაცვის თუ რაღაცა ის სახელმწიფო პროგრამებია თუ რა ვიცი ეს რა არის დღევანდელი მიდგომიდან ეს ნარკოტიკებთან ბრძოლის ის მე ესე ჩემი გამოცდილებიდან არ არის გამართლებული არაფრით რა ეს არ არის ესეთი მაღალი სტიგმატიზება ამასთან მიმართებაში საზოგადოებაში არაფრით არ არის გამართლებული სხვა ქვეყნების მაგალითები რო ავიღოთ კარგით რაც პირველად რაღაცას რო ვაკეთებთ რა უნდა გავაკეთოთ უნდა განვიხილოთ სხვა ქვეყნება როგორ გაიარეს ეს ეტაპი ხო ესეთი ეტაპი არც ერთ ქვეყანას არ ქონია ესე ძალიან ესე ანუ მაღალი სტიგმატიზება იწვევს დამოკიდებულთა რიცხვის ზრდას ამ ხალხის მარგინალიზაციას იწვევს და მიუღებლობას ამ ხალხის მიუღებლობას რომ ეს ჩვენი საზოგადოების წევრები არის ძმები დები რა მეზობლები არიან ეს არის და ეს არიან ესენი არიან არასანდო კიდე ხო მიხვდით როცა მოხმარებაში რა თქმა უნდა არასანდო და ისა მაგრამ ხო შეიძლება ხო გვაქვს ჩვენ იმის საშუალება რომ გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან ხო რატო არ ვიყენებთ ამ მდგომარეობას რომ გამოვიყვანოთ რა ჩვენ შესაძლებლობას რატო ვერ ვიყენებთ იმიტომ რომ
რაღაცა ეს კანონები გვიშლის ხელს ხო რაღაცა ეს ხმამაღლა რაღაცის თქმა არ შეიძლება რაღაც ეს ყველაფერი ძალიან ისე არის რა ქვია ამ თვალსაზრისით დაბაძეც ხო არ ვილაპარაკოთ ბატონო ლევან თქვა ეს პროფესიულ საქმიანობაში როგორ გიშლით თუ არა ხელს ეს კანონი როცა საერთო რეესტრის შექმნაზე არის საუბარი ხო საერთო რეესტრის შექმნა არც მე არც ერთ ქვეყანაში არ მინახე არ გამიგია რომ ესეთი რაღაცა რეესტრი ყოფილიყო რეესტრი ახლა ის რომ შეიქმნა მე რეესტრის კი არ მეშინია რაღაც მაგრამ მე და პაციენტს შორის შემოდის კიდევ ვიღაცა მესამე პირი რომელიც ჩვენ არც ჩემთან საქმიანობაში არც პაციენტთან ურთიერთობაში არავითარ კავშირში არ არის ხო აი ეს არის ჩემი მარტო ეს არის კონფიდენციალური ჩვენ ფსიქიატრიაში რატო მენდობა იმიტომ რომ კონფიდენციალურია ჩემი საუბარი მასთან და ისეთ რაღაცებს უნდა გამოგიტყდ ისეთ რაღაცებს მენდობა ხალხი რომ ნუ ესე იგი ძალიან კარგად გძნობ ჩემ თავს რომ ესეთი რაღაცა შეიძლება მენდოს ადამიანმა აიგეთ ახლა მე როგორ უმკლავდები ამ დომებს ხო ეს სხვა მომენტი არის მაგრამ დაუცებ ჩემ ურთიერთობაში პაციენტთან შემოდის მესამე პირი რომელიც არ ვიცი ვინ არის და როდის შემოვა და რას გააკეთებს ისიც არ ვიცი და როგორ გამოიყენებს ამ ინფორმაციას თუნდაც პაციენტის შეიძლება სასარგებლო და შეიძლება დასაზიანებლო პაციენტის სასარგებლო თუ შემოვა რა შემოვიდეს დამიჯდეს გვერდზე და ერთად გავაკეთებთ ეს საქმე არაფერი მე არ მაქვს დასამალი ჩემი ურთიერთობის პაციენტთან მაგრამ პაციენტსაც უჩნდება რაღაცა რომ მესამე ვიღაცა არის ვიღაცა თვალი არის ამიტომაც ქაღალდის გარდა არ ვიწერ მე ან დიქტაფონზე ან რაღაცაზე ჩვენი ინტერვიუს ჩუჩოულებრივად ქაღალდზე ვიწერ რომ აი ეს მესამე პირი არ იყოს რა ხო რომ ვიღაცას ხელში არ ჩაუვარდეს ახლა ჩემ ნაწერს უკაცრავად ბევრი ვერ გაარჩევს რა მიწერია და ხო აი ეს მომენტი არის და ესეთი თუ არის ეს კარგს არაფერს არ მოგვასწავლის და სტიგმატიზაციას უფრო გასდის უფრო დაიმალება ეს პაციენტები რაც უფრო გვიან მოვლენ ჩვენთან ხო მით უფრო ძნელი იქნება მათი გამოყვანა ამ მდგომარეობიდან. მით უფრო მეტ ზარალს მიაყენებენ ისინი უფრო მეტ ხიდებს დაწვავენ თავის გზაზე. ურთიერთობებს დაანგრევენ, ოჯახებს დაანგრევენ, ხო? ხო. აი ეს არის ჩვენი მიზანი, რომ რაც შეიძლება მალე და მოვიდნენ ჩვენთან, რაც შეიძლება ჩქარა გამოვიყვანოთ. ახლა ერთმა მითხრა, აუ აი იმდენი ისე რა ქვია, ესეც სიტყვა ხო არის, ვიდროვალ ეფექტი, ლომკები და ის ამის ატანა არმადი ადვილად შეიძლება არის ადვილად შეიძლება, როგორ არ შეიძლება, მაგრამ ამისთვისაც რაღაცაა გასაკეთებელი, ხო, მაგრამ თლიანად რომ ადამიანმა არაფერი არ იგზნოს და ახალი გახდეს, ესე არ არის. დაახლოებით 4 კვირა ჭირდება რაღაც ისე რა ქვია, ნებისმიერ სუბსტანციიდან, რომ რაღაცა ისე დონეზე დადგეს ამ სიამოვნების და ტკივილის, ისე რომ რაღაც ჩვენ შეგვიმერე წამლებით შევძლოთ რაღაცის დარეგულირება. მაგრამ დანება აუცილებელი არის. მოდი ბაში ჰომეოსტაზეც ვილაპარაკოთ, ხო? ჰომეოსტაზი, ჩვენი მიზანი რა არის? ჰომეოსტაზის შენარჩუნება, რასაც ყოველ დღე ვაკეთებთ ჩვენ, დილით რომ ვიღვიძებთ, იმ წუთში ისე რა ქვია, ვარეგულირებთ ჩვენ ჰომეოსტაზს. ზოგი ვარჯიშობს, როგორც თქვით, ზოგი მიდის ყავას, ზოგი მიდის უკაცრავად და სიგარეტს ეწევა. რატო? რომ ზუსტად ეს ჰომეოსტაზი, ეს ბალანსი დაარეგულიროს, ხო? სხვადასხვა ესე რა ქვია, ნერვულ სისტემებს შორის, ხო? სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს შორის. და როდესაც რაღაცა გვინდა, ბევრი მაგალითი არის, ხო? და ჩვენი ცხოვრება ორი ნაწილისაგან არის pleasure, სიამოვნება და ტკივილი, ხო? და ჩვენი მიზანი რა არის? ტკივილს თავი ავარიდოთ, რაც შეიძლება, ხო? ეს არის, ხო? ტკივილს თავი ავარიდოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უყვარდეთ და ჩვენი კიდე მიზანი არის, რომ რაც შეიძლება ვიცოდეთ ხო რა მოხდება. აი ეს მომენტები არის. ამას როგორ შეიძლება მოვერიოთ? სიამოვნება უნდა მივიღოთ, ხო? სიამოვნება რომ მივიღოთ, ამ სიამოვნები რითი შეიძლება სიამოვნება. ზოგი წიგნით იღებს, ზოგი რაღაც სიამოვნება, მაგრამ ნარკოტიკით როცა იღებ, რაღაც დამოკიდებულ სუბსტანციით როცა იღებ, ჩვენი აუცილებლად უნდა რო იცოდეს კიდე ჩვენმა მაყურებელმა თუ მსმენელმა, ლუდომანია დიდი პრობლემა არის საქართველოში.
პორნო დამოკიდებულება დიდი მოკლება ახალგაზრდებში ის კომპიუტერებზე რა ქვია მედიაზე დამოკიდებოდა ის რა ქვია თამაშების თამაშებზე მე სოციალ მედიაზე დამოკიდებულება ეს დიჯიტალ მედიას რასაც ეძახიან ეს არის უზარმაზარი ის რა ქვია სკროლვის ადიქცია სკროლვის ადიქცია პატარა დოპამინები ესენიც მისახედი არის ხო რა თქმა უნდა და ამის მიხედვა მხოლოდ შეიძლება ინფორმაციის მიწოდებით ახლა ჩვენ მივედით იმ ნაწილთან სადაც შეგვიძლია თვითონ ადიქციების სამ ბუნებაზე ვილაპარაკოთ ხო ერთი არის ქიმიური ადიქციები მეორე არის არაქიმიური ადიქციები, იგივე ლუდომანია, ხო, როდესაც ეს ნივთიერებაზე დამყარებული არ არის და შერეული ადიქციები, მაგალითად, რა ვიცი, აი კვებითი ადიქცია, ხო? იქ რაღაცა თითქოს ქიმიური რაღაცა მონაწილეობს, მაგრამ ხო შერეული ტიპის ადიქციებს ვეძახით ამას. ხო? მაგრამ ის ქიმიური ნივთიერება, რომელიც დიდ როლს თამაშობს ერთის, მეორეში, მესამეშიც, ეს არის დოპამინი და დოპამინი კიდე ისეთი დიდი ხნის წინ ესეთი ცენტრი არსებობს მაშინ რა ქვია გასიუსკლე ბოქსერი რო გახსოვთ ხო ის მუჰამედ ალის რისერჩ სამედიცინო ცენტრი არსებობს იქ და ძალიან უზარმაზარი თანხები შევიდა ამერიკაში და ეს ცენტრის ჩამოყალიბების დროს რაში ამჩნიეს და პარკინსონზე იყო ხო ეს ცენტრი მიმართული პარკინსონი არის ის დაავადება სადაც დოპამინის რაოდენობა ძალიან დავარდნილი არის ის ჩვენ გვაქვს რა ქვია სუბსტანცია ნიგრები სადაც ეს გამომუშავდება და ის სუბსტანცია twinში თლიანად ფერს კარგავს ისე მოშავო ფერის არის და დოპამინის რაოდენობა ის დავარდნილია და წამლების ელდოპა და რაღაც წამლებს როცა აძლევენ პაციენტებს პირდაპირ დოპამინი რო დაგალევინოთ თქვენ ის არაფერს არ იზამს შეიწოვება ორგანიზმში მაგრამ სიცხლე და twinში ბარიერს ვერ გაივლის ის და ელდოპა არის წამლი რომელიც გადის ზუსტად მაგას აკეთებს და რაში ამჩნიეს და იქიდან წავიდა მე თქვენ რო იცოდეთ ის რა ქვია დოპამინის თეორიები და იმიტომ ეს პარკინსონიანი ადამიანი ვისაც მიცეს ეს ელდოპა წამალი გამლინგი დაიწყეს, სექს ადიქშენი დაემართა, ის გადაირია ეს ხალხი და ეს ნახეთ ეს ის პოპულაცია რომელსაც დაახლოებით 60 წლის მერე ემართება ეს ისინი რა ქვია ეს პარკინსონის დაავადება არის და მე ეს აღმოაჩინეს რომ ეს დოპამინთან არის დაკავშირებული ზუსტად ეს pleasure seeking და impulses დაკარგვის მომენტები და მე ეს თეორია ესე გაიზარდა. ესე იგი ჩვენ უნდა შევთანხმდეთ რომ ის ქიმიური ნივთიერება რომელიც ჩვენ გვაინტერესებს ეს არის დოპამინი რომელიც ჩვენ გვაინტერესებს იგივე მომენტში როდესაც ისე რა ქვია სიგარეტს მოუწევთ იგივე მომენტში კი სიგარეტი კი ნიკოტინზე მოქმედებს და იქ სულ სხვა ისაა მაგრამ pleasure და anxiety-ის იმას ნიკოტინთან უფრო გაბასთან შეიძლება რაღაც ისე რა ქვია დახმობა ალკოგოლთან დოპამინი არის კოკაინთან დოპამინი არის ჰეროინთან გაიგეთ აქ არის კოკაინი როგორც ვიცი მისი მოლეკულა ფაქტობრივად ზუსტად იმეორებს დოპამინის მოლეკულის სტრუქტურა იგივე აქვს ფაქტობრივად და დოპამინურ რეცეპტორებში გადის ხო ესე არ მახსოვს მაგრამ ნუ ერთ-ერთი ყველაზე ადვილად ეს ეს ადამიანმა დამოკიდებულება განავითაროს ეს არის კოკაინი და ადვილად არის ტოლერანტობის ზრდა კოკაინში ისე ადვილად რა ვიცი შეიძლება დღის განმავლობაში პირდაპირ ესე რა ქვია შეიცვალოს და რაოდენობა მიღების რაოდენობა რამე სტატისტიკური მონაცემი გვაქვს ამასთან დაკავშირებით ბატონ ლევან რომ თქვათ აი ეს ქიმიური და არაქიმიური ადიქციები რომელი უფრო ადვილად განსაკუთრებელი რადგანაც ორივე არის დოპამინზე მიბმული ესე იგი ეს რა ქვია და ადვილად ორივე თავარი არის პიროვნებამ გადაწყვიტოს რომ და ჩვენ თერაპიებით მივახვედროთ კი არა ეს დავანახოთ თუ რა როლი აქვს ამ ნებისმიერ ადიქციას ამ სიამოვნების გამოწვევაში და შემდეგ როგორ შეიძლება ამ სიამოვნების მიღება სხვა მეთოდებით ჩვენ ხო თქვით რომ სიამოვნება არის ეს ნარკოტიკული საშუალება და რა არის მიზანი რომ pains ტკივილს ავარიდოთ თავი ხო ტკივილს ავარიდოთ თავი და რატომა მე მაგალითად დიდი მომხრე ვარ ისა ცივი შხაპების
და ისე რა ქვია, ну მეც მიმიღია და ისე ცივწყალში ოკეანეშიც გამიცურია და ყველაფერი. თქვენ წარმოიდგინეთ, აი იმ pleasure სიამოვნება რა ნუ ახლა სიამოვნება არ არის თლათ ესე სიამოვნება, მაგრამ მე სიამოვნებას განიჭებს იცით იმის გაკეთება რაც ну ახლა თბილისის საწოლიდან ადგომა და ჩახტომა ცივწყალში და ისა რა ქვია რაღაც მაზახის ტიხარო გეტყვი ხო დისკომფორტი მაგრამ ზუსტად ამ დისკომფორტზე არის შექმნილი იმ ვარჯიშზე რამდენ ჩემ პაციენტს უთქვია ჩემთვის რა წავე ჯიმში დავიწყე სიარული კარგად ვცნობ რა ლევან ექიმო რა თავს რა კარგად ის ხო დოპამინი გამოიყოფა ის ხო თავი ძალით აკეთებს ამ იმას რა ქვია და პირველი სამი კვირა ძალით გადის ჯიმში ხო მივდივართ ახლა ძალიან მნიშვნელოვან ტერმინამდე დამსახურებული დოპამინი. ის დოპამინი, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ და არა ის, რომელიც გამოიწვია რაღაცა სუბსტანციამ. ხო. ხო, არის ესეთი ანა ლემპკე, ხო, სტენფორდის ადიქციების ცენტრის დირექტორი, ხო, ძალიან ცნობილი წიგნებიც აქვს დაბეჭდილი და რაღაც. ხო, აი დოპამინურ ნაციაში, დოპამინურ ერში ანა ლემპკე საუბრობს ზუსტად ამაზე, ხო, რაღაც რეფრენიც ეგეთი აქვს, feeling good, all the money in the world spent on feeling good. ანუ მთელი ფული იხარჯება იმისთვის, რომ კარგად ვიგრძნოთ თავი, ხო? მაგრამ ჩვენ გვყავს ისეთი საოცრად ღრმა მოაზროვნე, როგორიც არის ვაჟა-ფშაველა, რომელიც ამბობს ძალიან საინტერესო ფრაზას. მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული. ხო? და როცა რაღაცა მაწუხებს, ხო? როცა ხო, და ზოგადად ახლა ადამიანის ცოტა ბიოქიმიის კუთხითაც რო ჩავყვეთ ამას, როგორ იღვიძებს ადამიანი? ადამიანი იღვიძებს კორტიზოლით. ხო, ანუ სტრესის ჰორმონით. და როცა მე სტრესის ჰორმონის პარალელურად ვაგროვებ სიამოვნების ჰორმონებს, იქ გამოდის ძალიან ძლიერი კონფლიქტი თვითონ ორგანიზმში, ხო, ანუ სტრესის თუ მე დოპამინს მოვიპოვებ სტრესის ანუ სტრესის ჰორმონის დაშლის შედეგად, კორტიზოლის დაშლის შედეგად, მაშინ ეს დოპამინი გამოდის ჯანმრთელი. მაგრამ თუ მე დოპამინს მოვიპოვებ ალტერნატიული გზით სტრესის ჰორმონის არ შემჩნევის ხარჯზე, ანუ ამასთან მუშაობის ხარჯზე კი არა და ამის, ანუ რაღაცა გამოწვევების დაძლევის ხარჯზე, ხო? და ეს მანიჭებს დოპამინს. ეს არის ჯანმრთელი პროცესი. ამიტომაც გვაღვიძებს, ხო, ბუნება ეს კორტიზოლით, რომ ანუ რაღაც გამოწვევები გადავწყვიტო და დღის ბოლოს მივიღო ამისგან სიამოვნება. ანუ დღის განმავლობაში ვიღებდე სიამოვნებას, იმით რომ ფუნქციონალური ვარ და ვერევი იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დადგომა მიწევს. ხო? და თუ ჩემი მიზანია, ეს არის ძალიან არასწორი, მაგალითად ეგზისტენციალური ფსიქოლოგია ეს ხედავს ამას და ჩემი საყვარელი მოაზროვნე იასპერსი, როცა მე გავურბი ვარ, თუნდაც იგივე პასუხისმგებლობას, როცა მე გავურბი ვარ, თუნდაც ჩემს სინდის და ამის ხარჯზე მინდა მოვიპოვო, კარგად ყოფნა, ხო, უარყოფისა, ესეც რაღაცა უარყოფის სინდრომია, ხო, ესკეიპიზმით ცდილობ კარგად ყოფნას, ეს კარგად ყოფნა მე არ გამომდის, იმიტომ რომ ეს არის დაუმსახურებელი აბსოლუტურად. დაახლოებით ისეთივე, ანუ ეგზოგენურად როცა ვიღებ სიამოვნებას, ხო, რა არის, ხო, აი თქვათ თუნდაც იგივე კოკაინის, რომელიც ძალიან გავს დოპამინის მოლეკულას, კოკაინის მოლეკულა. როცა მე ეგზოგენურად, ანუ გარედან მივიღე ეს, ხო, კი აღვაგზნე ჩემი დოპამინური რეცეპტორები, მაგრამ ჩემს ორგანიზმს არ ესმის ლოგიკა. საიდან გაჩნდა ეს? მე არაფერი არ გამიკეთებია ამისთვის. და შესაბამისად ეს დაუმსახურებელი, როცა ჩვენ ანუ ჩვენი ემპათია არ უნდა იყოს ადამიანის დამასუსტებელი. მოდი შენ სტრესს არ შეხვდე და ასე შემდეგ. სტრესს აქვს ძალიან ძლიერი განმაკურნებელი ეფექტი. უჯრედზე როგორ ვმუშაობთ? ეს ავტოფაგია რო გამოვიწვიოთ. ეს 18 საათიანი სტრესი საკვების არ ქონა იწევს იმას, რომ უჯრედი იწყებს საკუთარი დაავადებული ნაწილების განახლებას. ხო? და ამიტომ სხვა რეჟიმში გადადის, აქტიურობის სხვა უჯრედი გადადის აქტიურობის სხვა რეჟიმში. ხო, რომელიც მიმართული არის რაღაცის შესწავლაზე და რაღაცის დაცვაზე, გაიგეთ, რაღაცის ჰომეოსტაზის დაცვაზე. ხო, აი ეს არის. ხო, ანუ ჰომეოსტატი არის მდგომარეობა, როდესაც მე დაუმსახურებელ დოპამინს გამოვყოფ, რატო არის მაგალითად იგივე ეს პახმელია თუ რაღაც ამის სინდრომი. როცა მე გუშინ დავწვი ჩემი დოპამინური რეცეპტორები აი ამ დაუმსახურებელი დოპამინით, ხო?
იმისთვის რომ წონასწორობა აღადგინოს, ორგანიზმი თვითონ ვარდება ისეთ მდგომარეობაში, სადაც სიამოვნების მიღება საერთოდ შეუძლებელია. ხო, რომ ეს წონასწორობა აღდგეს, მოვიდეს წონასწორობაში როგორღაც ეს ყველა. და ჩვენ გვინდა რომ ანუ თითქოს ესე, როდესაც სტრესს უარყოფთ, როდესაც ჩვენ სტრესმედეგობის შემცირების ხარჯზე თერაპიას ვერ გავივლით. ხო, ანუ თუ ჩვენი გათვლა იქნება იმაზე, რომ ცუდი არაფერი არ მოხდება და მე მხოლოდ მაშინ ვიქნები კარგად, ხო, ეს სამყარო ჩვენზე დიდია, თან არც გვეკითხება როგორი იქნება, ხო? ხო, და დღევანდელ დღეს სტრესის იმდენისა, რა ქვია, იმდენი საშუალება კი არა ყოველ კუთხეში არის სტრესი და მithumetes ახლა ჩვენ საზოგადოებაში და ჩვენ იმაში ახლა ცოტა შორს წარგვებას, მაგრამ კი არ უნდა გავრბოდეთ. აი აქედან უნდა მივდიოდეთ, ხო, რაღაც აი მივდიოდეთ აი ამ დაძლევის გზით, უარყოფითი ემოცი, იმიტომ რომ ეხლა мотиваციურ მდგომარეობებზე თუ ვილაპარაკებთ, мотиваციურ თეორიებზე თუ ვილაპარაკებთ ზოგადად. გამოდის რომ ადამიანს აქვს 9 мотиваციური, საბაზისო мотиваციური მდგომარეობა. ამ 9 საბაზისო мотиваციური მდგომარეობიდან მხოლოდ ერთია დადებითი. აღმოჩენის სიხარული. დანარჩენი ტკივილი, შიში, აგრესია, შიმშილი, წყურვილი, თერმორეგულაციის მოთხოვნილება. ეს არის უარყოფითი мотиваციები, ხო? და ზუსტად ანუ თან კარგია ეს რო გვაქვს, ამას უნდა მივხვდეთ. ხო, რა თქმა უნდა, ეს ამან გადაგვარჩინა აქ დღემდე მოგვიყვანა. ხო. და აღმოჩენის და რაღაცის ისე ახალი არის ჩვენთვის, უკვე კოგნიტიური ესე როგორ გაიზარდა ჩვენი კოგნიტური შესაძლებლობები, მე გაგვიჩნდა ეს мотиваცია, ხო? აღმოჩენის ის. ეს ახალი არის. დანარჩენები არის ძველი რეპტილიური ტვინის ისინი ნაწილები. სხვადასხვა მანდაც აღმოაჩინეს ეს რაღაცა აღმოჩენის სიხარულის ანუ თუ არ ვცდები 60-იანი წლების კვლევა იყო ეს თაგვებზე და აღმოჩნდა რომ უფროსი და ბავშვი რაღაც თამაშები აქვთ, ხო? და თუ ერთ მესამე შემთხვევაში მაინც არ მისცემს უფროსი ბავშვს საშუალებას რომ მოიგოს რაღაც კონკრეტულ ის აღარ ითამაშებს. ხო, მას გაუქრება ესე რა ქვია, თამაშის წყურვილი. ხო, ხო. ანუ როცა უნდა მოხდეს ის, რაც მან წარმოიდგინა, ანუ ეს აღმოჩენის სიხარული მოაგებინოს. ხო. ხო. სულ რომ მოაგებინოს, მაშინ ეს არის თამაში. ეს რა კაი ექსპერიმენტი გაგახსენათ, ეს ვის გაკეთებულიც არის. თაგვებში წარმოიდგინეთ, აი დედა დრო ეთამაშება და ცხოველებში ეს თამაშები რო არის, ხო? იმან უნდა უკბინოს 3-ჯერ, ამან ერთხელ უკბინოს 3-ჯერ, გაიგეთ რომ ამას განუვითარდეს ის ძაღლები თუ გინდა და ისინი რომელებიც არ აძლევენ უფლებას, ხო, დედა თუ არ აძლევს უფლებას, ეს ძაღლის დედაზე ხო ბევრი არ დამოკიდებული როგორ რალექს გასდის და როგორ გასდის და რო აკვირდებით, მე ცოტა ძაღლებთან კარგი შეხება მაქვს და დრო აკვირდები რა რომელ ლექსს როგორ ექცევა და რაღაცა სხვადასხვა ხასიათის ლეკვები იბადებიან, იზრდებიან, სხვადასხვა ხასიათის ძაღლები იზრდებიან. ხო. იმის მიხედვით რა სტრატეგიით ეთამაშება მათ? ეთამაშება იმას რა ქვია. ძაღლს. ხო. ძაღლი დედა შვილს, დედა ლეკვს რა. ხო. და ის ძალიან კაისა. აი ზუსტად მაგ ექსპერიმენტის გამკეთებელი ახლა არ მახსოვს, ვიცი ის გაკეთებული. რა გააკეთეთ? ხო იცით რომ ეს თაგვები ყველაზე ადვილად არიან კიდე ტკბილსა და რაღაცაზე დამოკიდებულება აუადვილესად უჩნდება. მაის პარადაისი იქ სხვა მომენტი იყო და არა ეს როცა უნდა დააჭიროს ღილაკს ხელი და იქ რაღაცა ტკბილი წვენი გამოიყოფა და კარგად არის დააჭერეს და თაგვები ამ ღილაკის დააჭერის გარდა ეს არაფერს არ აკეთებდნენ, შიმშილით კვდებოდნენ და რაღაცები და ერთ მომენტში დაანებეს იმას რა ქვია, ღილაკს დააჭერას თავი და თავი ნუ რაღაცა ლომკაში იყო ეს თაგვი რაღაც გადაიტანა, რაღაცნაირად გადაიტანა, წავიდა და 2 კვირის შემდეგ ესეთი სეტკები რა თქვია, ესეთი იატაკივით ჰქონდა იმ თაგვს, რომელშიც დენი გადიოდა. ხო და ამ თაგვმა უცებ დააჭირა ამას ფეხი, დენმა დაარტყა, ტკივილი იგზნო და რა გააკეთა? გავარდა და იმ ღილაკს დააჭირა ხელი. რომ იმან ახსოვდა ის რომ ის ღილაკის სიამოვნებას მიცემდა რომ გადაეტანა და ამის შემდეგ ჩამოყალიბდა კიდე ის თეორიები პოსტტრაუმატული სტრესთან დაკავშირებული აშლილობები პიროვნებას რომ აქვს რატომ არის ხშირად რომ ან ალკოჰოლს მიმართებენ ან ნარკოტიკულ საშუალებებს და ესე ხო
ეს ექსპერიმენტი გამახსენა ხა თქვენმა იმან ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა ამან ჩვენ გაგებაში თუ ტკივილს რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ ცხოვრებაში. ტკივილი მარტო რატომღაც გეტყვით ახლა საქართველოში ახლა ყველას არა, მაგრამ ვიც შემხვედია, ტკივილი მანდამაც ფიზიკური ტკივილია. არა, ტკივილი თუ გინდა ორიანი რომ მიიღო, თუ გინდა ვიღაცამ ბულინგი გაუკეთე. გაიგე ესენიც ტკივილად არის ჩვენ გონებაში, ჩვენ ტვინში. ტკივილად არის, მაგრამ ჩვენ გონება რაღაცნაირად აფიქსირებს, რომ არასასიამოვნო. ვიღაცამ დაბადების დღეზე არ დაგიძახა. ხო. ვიხუმრე და არავინ არ გაიცინდა. ხო, გაიგეთ, მე ეს მეგონა ესე. ძალიან ისეთი ძალიან კარგი ექსპერიმენტებით არის ეს ყველაფერი დადგენილი თუ რა შეიძლება ჩვენ პიროვნებებმა განვიხილოთ ტკივილად ან არასასიამოვნო მდგომარეობა. ხო. და ამის სწორ ინტეგრაციას უნდა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აუცილებლად. ამიტომაც არის ძალიან ხშირად რომ ბევრი რაღაცა მაინტერესებს პიროვნებაში რა მოხდა და რა არ მოხდა, გაიგე და გვიგრძელდება ხოლმე ინტერვიუები, მაგრამ რა ვქნათ ეს ინფორმაცია თუ არა მაქვს ჩემი გონებაც უკვე ისე არ მიმართული რომ მე უნდა მქონდეს ეს ინფორმაცია რომ რაღაცა ან დიაგნოზი დავსვა ან ჩამოყალიბდე მკურნალობის მეთოდებებზე ან გადავწყვიტო მედიკამენტოზურად წავიდე თუ ფსიქოთერაპევტად წავიდე გაიგეთ აი რა მომენტები არის ეს ეს რაღაცა ისა პატერნივითა უკვე ჩამოყალიბებული ჩემ გონებაში არა ნუ ეს არასოდეს ამ და სულ ყოველთვის მე ვიყავი პრაქტიკოსი ყოველთვის ვიღაცებ მეკითხებიანაო თქვენ დისერტაცია არ გაქვთ არა მე სულ ყოველთვის პრაქტიკოსი ვიყავი დისერტაცია რომ გააკეთო რაღაცას უნდა ჩამოშორდე რაღაც ნუ მე უფრო hands on რასაც ქვია რა პაციენტებთან მუშაობა კი დისერტაცია შეიძლება რაღაცა დამეწერა რომელიც მილიონ სხვა პაციენტს მოხმარდა მაგრამ იმის დროც ყოველთვის მენანებოდა იმიტომ რომ არ ვიცი ხო რა დაემართება და მე როგორ ვიქნები ხო ამიტომაც დღეს ვცდილობ რომ გავაკეთო რაც შეიძლება მეტი პაციენტისთვის ნუ რასაც საქმეს ხელს მოვკიდეთ მარტო ისე პაციენტები არ არის რაღაც სხვა საქმეებშიც ვარ ჩართული ასე რომ იბატონო ხო არ მოგვიყვებით ცოტას არა, ნუ ის სხვა იმაზე გადავა. ის სხვა ადიქცია გამიჩნდა. ანუ შემიძლია ორი სიტყვით გითხრათ. და მე ვენახებას, მე ღვინებას ისე რა ქვია, ვეწევი და ესეც ძალიან מחარებს და მიწასთან ურთიერთობა, რა ვიცი. ეს მე მგონი ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილს შეგვიძლია მივადგეთ აი ამ თქვენი მიწასთან ახლოს ყოფნის შრომითი თერაპია. შრომითი ეს მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ ყველაზე მოწინავე რეაბილიტაციული ცენტრებს ყველას აქვს შრომითი თერაპიის ისე რა ქვია ის ნაწილი რა ეს შრომითი თერაპია ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო კონვერტებს რო აწერდნენ და ჩოთკებს რო აკეთებდნენ თორე შრომითი თერაპია რა არის თუ გინდა ხის შესხლა თუ გინდა ორი აგურზე დადება ხო მიხვდი აი ეს საქმისთანაც გუნდურად ინდივიდუალურად კი არა რომ მიგიშვენ და მიდი გააკეთე არა გუნდურად რომ რაღაცის წევრი იყო და ეს აუცილებელი არის თუ გინდა შრომითი თერაპიაში შედიოდა ერთი ისე რა ქვია ესეთი ორგანიზაცია არის we help ourselves და ეს health farmები აქვს იმგენს კვერცხების ქათმების მიერ კვერცხების ისე შეგროვება შრომითი თერაპიის ნაწილი იყო მოულამ ქათმებზე რაც ძალიან კარგ რეზულტატებს მიაღწიეს ძალიან კარგ რეზულტატებს ხალხი რომლებიც ნუ რა ვიცი წარმოიდგინეთ 15 წელი ჰეროინზე იყვნენ და საზოგადოებრივი ჰეროინი ცოტა განსხვავდება ჩვენისგან ძალიან პოტენციური და ის უკვე დაღუპული ხალხი გადარჩენილები არიან და ვიცი რომ უკვე ერთი მე რო წამოვედი უკვე 5 წელი სუფთა იყვნენ და ჩვეულებრივ ოჯახებს დაუბრუნდნენ და ოჯახებს რომელსაც ეს ხალხი მართლა დაკარგული ეგონათ ხო აი ეს კომპლექსურობა ამაშიც გამოჩნდება, ხო? ჩვენი ცენტრის მუშაობაში, რომ შრომითი თერაპიის ნაწილიც იქნება, ფიზიკური თერაპიის ნაწილიც იქნება, სადაც დავეხმარებით იგივე იოგით, იგივე დაიჭირვარჯიშებით. ცივწყალში ჩაგდებით მათი. არა, ეს მაგრამ და ეს უნდა იყოს მე ისე ყოველთვის მგონია რომ ქალაქგარეთ, სადაც ბუნებაში, იმიტომ რომ ბუნებაც ისა რა ქვია. ბუნებაც თერაპიული არის, ხო? რაღაც რეალობის შეგრძნება თქოს ასე იმიტომ რომ ჩვენ სოციალური გარემოც ძალიან გვაშორებს
საკუთარ თავს და ადიქციებში, მაგალითად ალკოჰოლზე მუშაობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ დროის ფაქტორი, ხო? კი. იმისთვის რომ დალიო, შენ გჭირდება კვირაში მინიმუმ 40 საათი. კვირაში 40 საათი ადამიანი მუშაობს. ხო? ანუ და მას მერე რაც აგდებ ამას შენ გიჩნდება 40 საათი თავისუფალი დროის, რომელსაც არ იცი რა უქნა, ანუ გუშინ დაკავებული იყავი რაღაცით, ხო, ანუ მიდიოდი, რაღაც ვიღაცებს ურეკავდი მეგობრებს, ხო, ანუ რაღაც სოციალური საქმიანობა, მერე რამ დალევასაც თვითონ თავისი დრო ჭირდება, ხო, იქ რაღაცა საუბარი მომზადება ამისთვის, პროცედურა რაღაც. ხო, პროცედურები. ანუ და მერე უცებ ხარ სიტუაციაში, როდესაც გიჩნდება კვირაში მინიმუმ 40 საათი დრო, რომელსაც არ იცი რა უყო. ხო, ამ თვალსაზრისით უკვე CBT-ს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როდესაც რაღაც ალტერნატიული ქცევის მეთოდებს თავაზობთ ადამიანებს, რითი შეავსონ ეს თავისუფალი დრო. ალტერნატიული ქცევის გარდა უნარჩვევებსაც კარგავს ხალხი ამ თავის ცხოვრებაში, ამ დამოკიდებულებაში ცხოვრებაში უნარჩვევებსაც კარგავს და ამ უნარჩვევების დაბრუნებაც ან ახლის შესწავლა ძალიან აუცილებელი არის. ის მართალია რომ გაივლის სამთვიანია თუ რამდენი ხნიანიც კიდე რეაბილიტაცია და აღარ უბრალოდ ცხოვრებას ეწევა ოჯახთან ურთიერთობა დაალაგდა მაგრამ რა გააკეთოს აი სამუშაოს რა გააკეთოს საზოგადოებრივ ეს ყველაფერი დაალაგებულია. ხო. საზოგადოებრივ მას 3 თვის მერე სამსახური ელოდება. მისი შესაძლებლობების შესაბამისად რა ახლა ეს პირდაპირ სამსახური ელოდება. ხო. ჩვენ და ეს არის სტიგმატიზებიდან ვერ გამოდის. და ეს არის სახელმწიფო პროგრამები ავალდებულებენ. იმგენს იაპონიაში ხო იცით რომ ისა ფსიქიატრიული ძალიან ცოტა ფსიქიატრიული და იაპონელი პაციენტები ერთ-ერთი ყველაზე ძნელი პაციენტები არიან ფსიქიკურ აშლილობებით თუ დაემართა ვინმეს. ძნელად მოსავლელი და ძნელად წამლები ძალიან ცუდად მოქმედებენ მასზე და ჩვენი წამლები რაც გვაქვს კონვენციური. ხო და სახელმწიფო იმას რა ქვია ტაქს რა ქვია მას გადასახადს უმცურებს კომპანიას ვისაც დაქირავებული ყავს ისა რა ქვია მენტალური ჯანმრთელობის მქონე პიროვნება რომელიც კუნალობაში გადის. და ყველა ისინი კორპორაციები რაც კიდათ იყოს რა ისინი ყველა ქირაობს ამ ხალხს. ნუ რაღაც რაოდენობას ახლა ერთი დაქირავებული ყავს და 5% დაგიგდონ ისე არა რაღაც ისა მოლაპარაკება არის. და მაგრამ კუნალობაში უნდა იყოს ის პაციენტი უნდა აუცილებლად კუნალობდეს და კუნალობაში დარეგისტრებულები არიან გადასარევად არიან მუშაობენ. ზოგი ხვეტავს, ზოგი ალაგებს, ზოგი რა ვიცი რა შესაძლებლობაც აქვს, ხო? იმას აკეთებინებენ და ძალიან კმაყოფილია როგორც დამქირავებელიც, ისე სახელმწიფოც ახლა ამ პაციენტების ყველაზე ძვირი სერვისი არის სამავთყოფო სერვისი. inpatient რაც ქვია. აი საწოლზე სამედიცინო ნაწილი დეტოქსი იქნება თუ რა ეს არის ყველაზე ძვირი სერვისი. ყველაზე ძვირიანი რაც იმიტომ ბევრ ექტანს მოითხოვს მე რაღაცას მოითხოვს. დანარჩენის გაკეთება შეიძლება ძალიან ისე რა ქვია ძალიან ადვილად რა დიდი რაღაც ფინანსური და აუცილებლად სახელმწიფო თუ ჯანმრთელობის დაცვა თუ რაღაცა იმაში გვერდზე ისე რა ქვია უნდა გვერდზე უდგეს ამ ორგანიზაციებს. აი ეს კითხვა გამიჩნდა ახლა საუბრის შედეგად რომ ჩვენ ამ სტიგმატიზებაზე რამოდენიმეჯერ ვახსენეთ. ანუ სადაც არის აი ეს სტიგმატიზების მიდგომა, ხო თითქოს იმისთვისაა, ხო მოტივი გასაგებია, რომ თუ შენ იქნები მარგინალიზებული და ასე შემდეგ შენ 10 ჯერ უნდა დაფიქრდე წახვალ თუ არა ამ გზაზე. ხო თითქოს მაგრამ რატო ხდება რომ ცოტა რომ ამაზეც ვილაპარაკოთ რატო ხდება რომ იქ სადაც მარგინალიზებულია ეს აი მოხმარება თუნდაც და არის სტიგმატიზებული რატო ხდება რომ მოხმარების რიცხვი იზრდება და არა იკლებს. ნახეთ თუ რაღაცა პროგრამა საყარმიდა სახელმწიფოებზე ვისაუბრო მაგრამ აქვს ეს მარგინალიზაცია ესე იგი ის უკვე ხალხზე არ ფიქრობს და თუ ხალხზე არ ფიქრობს ესე იგი საზოგადოების წევრი არ მინდა ახლა რაღაც პოლიტიკური ის გამო მივიდეს მაგრამ საზოგადოება არის დასტრესილი საზოგადოებას ესე იგი პენსი რომელიც საზოგადოება ამას რა ჭირდება მაგრამ წყალში ხო არ ჩაყვეთ ხო წყალში ამგეს ხო არა ანუ ავარიშებს რა ჭირდება რაღაცა ჭირდება რომ ეს დოპამინის და რაღაცა ის ბალანსი შეინარჩუნოს ხო
ეს აუცილებელი არის. ხო. საზოგადოებას ჭირდება ეს. ხო, თან მოდით ესე ვთქვათ რა, ჩემი ფსიქოლოგიური ნაწილი ის არის, რომ ანუ უარყოფა თუნდაც იგივე ხო თქვით ერთ-ერთი სიმპტომია, ხო, რომ უარყოფა იმ უარყოფითი შედეგის ამის მიხედვით ვაგრძელებ, ამის მიუხედავად ვაგრძელებ, ხო? ანუ უარყოფა ამ ადამიანებისთვის, ხო, ადიქციაში მყოფი ადამიანებისთვის არის მათი დაცვითი მექანიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე, ხო? აი ამ escapeism-ი, ესე ეძახიან escapeism. და როდესაც ჩვენ ვზრდით სტიგმას მასთან მიმართებაში, ჩვენ ვახალისებთ მათ escapeism-ს. რა თქმა უნდა. ხო, ანუ მათი უარყოფა ხდება ბევრად უფრო, ანუ ფაქტობრივად მათი იდენტობის ნაწილი ხდება ეს. რა თქმა უნდა. და ჩნდება ეგრეთ წოდებული იდენტობის მოდა. ხო, იმიტომ რომ არსებობს ეს მოთხოვნები ნონკონფორმიზმისაც საზოგადოებაში, ხო, რომ არ მივყვები თითქოს ამას და არის ძალიან ცუდად გამოყენებული მე. ხო, იგივე რაღაცა მართველი ორგანოების მიერ, იმიტომ რომ ეს სისუსტე უფრო ადვილი გამოსაყენებელია ამ ადამიანის, ვიდრე რაღაცა ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებაზე და თავის თავზე ამ ცხოვრებაში პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე. კი. და ცდილობს. რაც თავარეთ ცდილობს, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, რომელიც რატომ ჩავარდა, როგორ ჩავარდა, ეს უკვე სხვა მომენტია, მაგრამ ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს. და მაგრამ ეს სტიგმატიზაციის მომენტი ძალიან პირველ რიგში ეს არის გასაკეთებელი, რომ ეს არის დაავადება, ეს არის ტვინის დაავადება, ეს თქვენი ბრალი არ არის. ზოგი ადრე ხო იცით რომ ეს იყო რაღაც პიროვნული ხასიათის რაღაც ისა პათოლოგია და რაღაც არა, ეს არის ტვინის დაავადება, რომელიც გამოწვეულის მიზეზები რაღაც ეთიოლოგიური ფაქტორები არის და ამის ყველაფრის დაალაგების საშუალება გვაქვს და მარტო ჩვენ არა გვაქვს ეს და იყოს რაღაცა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოხვალთ, გააკეთებთ მიხვალთ. ხო. თუმცა ძალიან რთულია ამაზე თქვა. კი, რთული არის. ანუ ადვილი პროცესი ეს არ არის, ის თავის და ნდომობა არ არის ის რა ქვია. მე ესე ვფიქრობ. ხო. ესე ქართული სიტყვა არის, ესე ნდომობა. ხო იცით ეს არ არის. ეს არ არის, თორე ცოდნა გვაქვს. ხო. მონდომება, დიახ, მონდომება, ისა. ხო. ცოდნა გვაქვს და მონდომება ახლა თუ არ არის, ახლა ჩვენ ამდენიც არ უნდა ეს ისე რა ქვია. ხო, ძალით ვერავის ვერ დაანებია. ვერა. ვერც იმ ხარეს, რომელიც რესპონსიბილი რა ქვია, რომლის მოვალეობა არის რომ ეს გააკეთოს. ხო? და არც იმ ხარეს, რომელიც გაიჭედა ამ მდგომარეობაში. მართლაც აი გაიჭედა ცხოვრება გაუჩერდათ. და ესეთი აუცილებლად ამაზეც მინდა ვისაუბრო და ეს მართლაც ესე არის. აი იმ პიროვნებებში რომლებმაც ხო იცით როგორ ბევრ წინს თუ გინდა იმ ქალბატონი თქვენ რო ახსენეთ იმას დაიწონას მოდელი აქ აკეთებული მე ესეთი მოდელი push the pull ისე რა ქვია პამპივით არის მოდელი კიდე არის მოდელი რომელიც აი საათებზე გუგუშკა საათებზე ესე რო ადის ეს ჩამოდის ხო ნახეთ ამ მოდელის ერთ რაღაცნაირად სისტემაში მოყვანას ხო რა ჭირდება მე ეს ნელა ეს პროცესები ხო ქვევით მოდის ხო ეს უფრო მეტი ჭირდება ამ ეს ისე უფრო სიამოვნებას ვერ ღებულობს უფრო რაღაცას და მე ტვინი იცვლება იმ კომერავრებამდე რომ იმ დამატებითი ნარკოტიკული საშუალებას უძახით მაგრამ დამატებითი სუბსტანციის ისა უქონლობის გამო შეიძლება ნორმალურად ტვინმა ვეღარ იმუშაოს აი ხო ჰომეოსტაზი ხო ვიძახით აი არის ისეთი მდგომარეობა რომლის დროსაც ჰომეოსტაზის მისაღებად რომ პიროვნება ჩვეულებრივად ადგეს და წავიდეს ის უკვე кайфი არ არის იქ ის არ არის რა ქვია ეფორი არ არის არაფერი მაგ მდგომარეობა არ არის ჭირდება რაღაცა ქიმიური ნივთიერება ხო ანუ უკვე იმდენად დაზიანდა ეს სინაფსები რომ ენდოგენური პროცესებით ამის მართვა უკვე შეუძლებელია და ეგზოგენურად დახმარება ჭირდება ხო და ვეცადეთ ანტიდეპრესანტებით ვეცადეთ რაღაც საშუალებების სხვა გვაქვს მაგრამ უკვე რაღაც პატარა ქიმიური დახმარების გარეშე ვეღარ მუშაობს სინაფსებს შორის კავშირი სინაფსები დაღვეული არის ხო აი მაგ მდგომარეობაში როგორ გავავიდეთ ამ მდგომარეობიდან ხო მე მყავს პაციენტები ნანახი მყავს ახალგაზრდები 14 წლიდან რაღაცას მოიხმარდნენ
და ახლა არიან 23-24 წლის. რა გააკეთო? ამ შემთხვევაში მხარდამჭერი სამედიცინო პროცედურებია საჭირო. მხარდაჭერის სამედიცინო. რომ ჰომეოსტაზი მისი ტვინი რო იყოს ჰომეოსტაზში, ამისთვის არის საჭირო რომ იმან ეს ნივთიერება უკვე, მაგრამ ეს ნივთიერება მიიღოს. ხო. როგორ უნდა მიიღოს? ჩვენთან არ არის ეს რა ქვია ეს ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება ახლა რაღაც კანონმდებლობის იმაზე რა ქვია კანონმდებლობის დონეზე რომ გამოწერილი იყოს ეს ნივთიერება. ესეთი დაზიანებები არის მით უმეტეს საქართველოში მე ახლა რამდენიმე შეხვდა იმიტომ რომ ამ იმაში არა ვარ ამ სფეროში არ ვარ მაგრამ მაინც რომ მოდიან საკითხავად და რაღაცა რჩევის სათხოვნელად ახლა უარსხობარ არ ვეუბნები და ეს საქართველოში არის რატო? იმიტომ რომ ეს ქიმიური ნივთიერებები რომლებიც იყიდება ის ხელზე რო ყიდულობენ რაღაც ნივთიერებებს ხო ეს ნამდვილი არ არის არც ნამდვილი კოკაინი არც ნამდვილი ჰეროინია ნამდვილი რა ის რაღაც ერთი ნაწილი დანარჩენი რაღაც ისეთი ტოქსიკური ხო სუბსტანციაზირებული არ არის ის ისეთი ქიმიური ნივთიერებებია იმაში დამატებული რომელიც იმის გარდა რომ დოპამინს ისე სხვა ტოქსიკური მასაც ისე რა ქვია ახდენს რა twins რა იმ დავანებოთ იმ ნარკოტიკულ იმას იქ ის არის საწამლავი twinისთვის რა ხო ხო მიხვდი და ახლა იმ ხალხის გამოყვანა და იმ ხალხის რაღაცნაირად ის დარეგულირება ძალიან ძნელია ჩვეულებრივი ქიმიური ნივთიერებების გარეშე ხო ესა ჩემი გამოცდილება სხვა შეიძლება სხვანაირად ხედავს ამ იმას მაგრამ როდესაც ჩვენი ტვინის ნეიროპლასტიურობა დარღვეულია უკვე დარღვეულია და არ არის საკმარისი იმისთვის რომ აღდგეს მისი საწყის ფუნქცია ჩვეულებრივად ადამიანი აღდგეს საწოლიდან რა ვიცი ხო დავიდეს დაიბანოს პირი რა ჩაიდან და არ აქვს მაგის შესაძლებლობა ეს ჰომეოსტაზი ისეა დარღვეული ხო ეს ნებისმიერ ხა ნებისმიერ სახელმძღვანელოში რომელიც 10 წლის წინ არის გამოშვებული იქაც წერია ეს ესეც ხო მნიშვნელოვანი თემაა თვითონ ეს ნივთიერებების პალიტრის ზრდა ეხლა დღეს ანუ ფაქტობრივად ნარკოლოგიას ეხლა იგივე ნივთიერებებთან აღარ უწევს მუშაობა რომელიც უწევდა 20 წლის წინ როცა თქვენ იწყებდით მაგალითად ხო არა და ეს რაღაც მეტამფეტამინური ნივთიერებები და ეს ქიმიური ნივთიერებები ისინი არ არის მარტო დოპამინს ეს არიან ტოქსიკურ გავლენას ახდენენ ტვინზე ისეთ შეუცვლელ გავლენას ის არ არის რომ ერთი თვე მე აღარ ფილს არ მიიღებ და კარგად ახლა და ის გამოსწორდება ტვინში არაფერი ისიც მინდა ჩვენ მსმენელს მაყურებელს გავახსენო რომ როცა ვიბადებით იმის შემდეგ როგორც გვიძლი ქონდა ისეთი გვაქვს ხო როგორც გული ქონდა თირკმელები როგორც გვაქვს ესე ვართ ერთადერთი ორგანო რაც ჩვენ იცვლება დადებითისკენ ტვინი რა თქმა უნდა რომელიც სინაფსებს აორმაგებს ათმაგებს მე ფრუნს აკეთებს რა იგივე ყველაფერი ეს და ისე და ტვინზე ესეთი გავლენას ესეთი ტოქსიკური მოქმედება ცვლის პიროვნებას მთლიანად ხო და მე ის პიროვნება არ ხდება არც ოჯახის წევრი არც საზოგადოების წევრი და ეს არის რა რომ არ გვაქვს ჩვენ იმის უფლება ჩვენ რომ არა ვართ რა ხა მილიარდიანი მოსახლეობა რომ ესე თითო ადამიანს უნდა გაუფრთხილეთ რა 3.5 მილიონი 4 მილიონი ხო ანუ სტიგმატიზებისთვის ესე ადვილად არ უნდა ვწირავდეთ არა ესე არ უნდა ვწირავდეთ და ისიც ხო გვაქვს რაღაც დეიტაც გვაქვს ხო დაახლოებით 20-80-ისთვის შეიძლება როგორც როგორც ერი აღარ ვიყოთ უკვე ხო არის ესეთი ისიც არის ხო რაღაც მაგის გამოთვლაც შეიძლება ხო აკრძალული ხილის მოთხოვნილების მომენტი ხო და მე იმასაც რაღაც უფრო მეტი ყურადღება ექცევა რა ვიღაცას რომ ის რაღაცას აკეთებს სოციალურად რაღაცნაირი შეიძლება პრესტიჟულად ვიღაცას ეგონა და რაღაც აქ მოდი ესეთი რაღაცაც ვთქვა ბატონო ლევან რომ ჩემი აზრით რაღაცა ის არის ასაკი სადაც ყურადღება არის თავისთავად მნიშვნელოვანი და არა ამ ყურადღების როგორობა ხო ბავშვებს აქვთ ეს ძლიერი ემოციური
მომენტი, აი რაღაცა ძლიერი ემოციების განცდის, ხო? როცა მე ცუდად ვიქცევი, მაგალითად ბავშვობაში ხდება ესეთი რაღაც, მე ვიმსახურებ უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე მე როცა კარგად ვიქცევი. ანუ ბავშვებს როგორ ვიქცევით ჩვენ? ცუდად რო იქცევა, ეს არ შეიძლება რაღაცებს, რაღაცებს ვიმნით, ემოციურად ჩართულები ვართ მასში. გასაგებია რომ უარყოფითად, მაგრამ ემოციური ჩართულობის მომენტი, ეს ემოციური ჯილდო მას აქვს. ჩვენი ფსიქიკისთვის საბოლოო ჯამში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ხო, რაღაცა ყურადღება როგორი იქნება ეს დადებითი ყურადღება. თავარი ყურადღება იყოს. თავარია რომ ყურადღება იყოს და როცა კარგად იქცევი, არაფერს არ გეუბნებია. ხო, ჩვეულებრივად, არანაირი დაჯილდოება ამას არ მოყვება. ხო, ესე გვასწავლის ჩვენი საზოგადოება აი ამ რაღაცა ნეგატიური ყურადღებისკენ სწრაფვას, ხო? და კი, ხო, სტიგმატიზებულია და ზუსტად იმიტომ მინდა რომ სტიგმატიზებულია, იმიტომ რომ უფრო მეტ ჩართულობას ხო აჩენს მე თანადამოკიდებულების სინდრომს, ხო, ეს მომენტს და ამის გამო უფრო შევდივარ, რომ მე როცა ცუდად ვარ, მაშინ ვარ სინამდვილეში კარგად. ხო, მე მაშინ მაქსიმუმ ყურადღებას. მე როცა ცუდად ვარ, მაშინ მაქსიმუმ ყურადღებას ყველა. ხო. და ისე შეიძლება არავინ არ მომაქციოს ყურადღება, ეს მომენტი ძალიან ისეთი არის. და კიდე ეს გარემოც ისეთი არის გარემოები მაგალითად სკოლებში საზღვარგარეთ არის სპეციალური ლექციები სადაც არის sex education არის drug education არის weapon education ხო აი სამი სკოლებში მიდიან პირდაპირ ასწავლიან ეს არის ის გაიგე რომ ბევრი ის არ იყოს რა ქვია თუ კითხვები აქვს ვიღაცა სპეციფიკური კითხვები წავა და შეეკითხება მასწავლებელს დრაგზე და weapons-ზე პოლიციელიც მიდის იმაში საქართველოშიც არის რაღაც გამიგია ესეთი პროგრამა მაგრამ რომელი სკოლა იყენებს ამას არ ვიცი იმიტომ მე მინდოდა რაღაც მაგას ჩართულობა ხო ალბათ რაღაც შედარებით თავისუფალი სკოლები იმიტომ რომ არ მგონია რომ სახელმწიფო სკოლები აკეთებს ხო არ პრინციპში ყველამ უნდა გააკეთოს ახლა ეს იმიტომ რომ ამის ვაჩვეულებრივია თამ ამბავს ანუ რაღაც აკრძალული ხილის დასამალი არ არის კარგი გინდა მოკიდება აიღე მოკიდე კაი ეს ის არის აი ეს არის ეს არის ამას ეს გავლენა აქ ამას ეს გავლენა აქ ამას ამისაგან აი ეიფორიასაც უძახით აი ეს არის ქიმია თვინში ეს ხდება კაი ქცევა ესე არის აი ბავშვი რომელიც ესე იქცევა მაგალითად მოდის სახში მოდის სკოლაში და ცოტა წაიძინებს ხოლმე კითხვა გვიჩნდება რატო წაიძინა რა ხდება მაგის სახში რა ხომ მიხვდით აი ეს რომ ბავშვებმა თავიდანვე დაიწყონ ქცევების მიჩვევა ერთმანეთის ქცევების ყურადღებას მიჩვევა ეს ხო ისა რა ქვია ჩვეულებრივი education ეს განათლება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი public education რაც შეიძლება მეტი ლეფლეტები რაც შეიძლება მეტი ოჯახის ექიმების ჩართულობა ოჯახის ექიმი უნდა იყოს ყოველთვის რაღაცა ისე შუა ნაწილი საიდანაც წავა რეფერალი თუ გინდა ადიქტოლოგთან თუ გინდა ფსიქიატრთან თუ ეს აუცილებლად უნდა გააკეთდეს ესე ერთი სისტემა უნდა იყოს, სადაც პაციენტი იქნება ჩართული და ერთი პიროვნება ოჯახის ექიმთან უნდა კონდეს ყოველთვის ის კონტაქტი რამის გაგება რო გვინდა ჩვენ. სკროლუით ადიქციაზე როცა ვლაპარაკობდით. ხო. აქ არის ესეთი მომენტი, ჩვენ ახალი დიაგნოზიც გვაქვს 2012 წლის მანფრედ სპიცერია ამ დიაგნოზის ავტორი. digital dementia, ანუ ელექტრონული ჭკუასუსტობა, რომელიც აი ეს ზუსტად ჩვენი ელექტრონული ქცევები იწვევს ორი დაავადების მსგავს სიმპტომებს. ეს არის ერთი მხრივ ADHD და მეორე მხრივ OCD, ანუ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. როცა მე განმეორებითი მოძრაობით, თუნდაც სკროლვა დავარქვათ ამას, ანუ განმეორებითი რიტუალური ქცევით ვიცავ თავს ობსესიისგან. ხო, ანუ მიყალიბდება ობსესიისგან დასაცავად ქცევა. და ხშირად ეს არის არა შინაგანი ობსესიებით გამოწვეული, არამედ ზუსტად ქცევით მხარდაჭერილი ობსესია გამოდის თითქოს დიგიტალ დემენციის დროს, რომ მე ეს ქცევა თავისთავად ხო მიჩენს შიშს, რომ აი ეს ქცევა რომ მორჩება ხო, იქ რაღაცა მოხდება. ასევე ADHD-ს, იმიტომ რომ რა მახასიათებელი აქვს ამ ვიდეოებს სკროლუით ადიქციაში. რა მახასიათებელი აქვს, რომ ეს არის ძალიან მოკლე ვიდეოები. ანუ ძალიან მყისიერი დოპამინის დაშლა.
ხო და აი ამ მოკლე ვიდეოებს აქვთ ზუსტად ეს რომ მე ჩვენი კოგნიტური ლიმიტები რაღაცა ინფორმაციის დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში დაჭერის, ანალიტიკურ პროცესში ჩართვის, ამას ვეღარ ვაკეთებთ. ანუ ეს არის უკვე ელექტრონულად გამოწვეული ADHD სინდრომები, ყურადღების გაფანტულობისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი. თუ დემენციის სინდრომებიც, მათ ასეთ ხალხზე უკვე გაკეთებული ასეთ ბავშვებზე ხო გაიზარდნენ ეს ბავშვები და მათზე უკვე გაკეთებულია ტვინის MRI-ები, რომელიც გვაჩვენებენ ფუნქციონალურად, რომ მათი ტვინი ბევრად განუვითარებელი არის ვიდრე სხვა ბავშვის, რომელიც არ იყო ჩართული ამ სკროლაში. ხო. და ნუ მათ შესწავლილია მათი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლები. ყველაფერი შესწავლილი და 40%-ამდე მიდის, ხო, როგორც ვიცი, აი სხვაობა, მოკლედ იმ ბავშვების აკადემიურ მოსწრებაში, რომლებიც არ სკროლავენ, უფრო 40% უფრო ეფექტურები არიან. ხო. რომელმაც ან დაანებეს სკროლას თავი, ან არ ჭირდებათ მაგისტრის სკროლა, მაგრამ ესა და ეს მომენტია გასასწრებელი. რა რისთვის აკეთებს ეს ბავშვი სკროლას, ასე თუ ისე ახლა დრო ბავშვებს არ უნდა კონდეთ, ხო, სუსტ უნდა სწავლობდნენ, უნდა ფიზიკურად ვარჯიშობდნენ, უნდა ისვენებდნენ, რაღაცა სოციალურ უნარჩვევებს იძენდნენ და უცებ სადღაც ბავშვი უჩდება 1.5 საათი 15 წუთი რომ რაღაცა ტელეფონით რაღაცა ეძებოს და უყუროს და რაღაცა სიამოვნება მიიღოს ვითომ. ხო. დაუმსახურებელი სიამოვნება, ისევ აქ აბაზე მივიდა, დაუმსახურებელი სიამოვნება, ხო. და ამას ვეძახით ამ მდგომარეობას ვეძახით დოფამინურ ორმოს, ხო? კი, დოფამინურ ორმოს და depletion ესა, დოპამინის და ისა, რა ქვია, დეპლეციაც ისა, დაშლაც ხდება უზარმაზარი რაოდენობით, ასე რომ ეს მდგომარეობები მე შემდეგ თაობებზე ძალიან ისევ ვლინდება, რომ მათ ისინი ვერ შეძლებენ იმ დონეს მიაღწიონ განვითარების როგორც საზოგადოება მოელის, მაშინ რა დაემართება, დაიწყებენ რაღაცის მოხმარებას, ხო? ხო. იმიტომ ჩვენ რაღაცის მოხმარებას დაიწყებენ, ის იქნება ალკოგოლი თუ რაღაცა სუბსტანცია სულ ერთი არის. ხო. ანუ ეს იქნება substances, ანუ ნიუტრიენტებზე დამყარებული თუ ნიუტრიენტებზე დაუმყარებელი აშლილობა, ეს იქნება ჩამოყალიბდა და ტვინში აშლილობა როგორც აშლილობა. ხო. რჩევებს რას მისცემთ ჩვენ სვენელს როგორ აკონტროლონ აი ეს როგორც ხვდები რაღაცა ეს გარდამავალი პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ხო აი გასინჯვიდან როგორ არ ჩამომიყალიბდეს ადიქცია ხო გასინჯვიდან როგორ არ ჩამომიყალიბდეს ადიქცია ეს გასინჯვა და ხო მაინც ხო თქვით რა პერიოდში ხდება ეს დაახლოებით 14 წლიდან 13-14 წლიდან სადღაც 16 წლამდე ხდება ეს პერიოდი ესე დატვირთული არის ახალი მეგობრების შეძენით ეს არის რაღაცის ახალი სწავლით და აი ზუსტად რაღაცის ახალის აღმოჩენით ხო უნდა იყოს და ისა რა ქვია ახალის აღმოჩენამ უნდა დაძლიოს ის ექსპერიმენტალური ფაზის ის მომენტი როდესაც არ გაყვება ის სიგარის მოწევას არ გაყვება ალკოგოლის გამოყენებას ან მარიხუანის გამოყენებას ხო მშობლებმა რა უნდა ქნან ამ დროს რაღაც წინააღმდეგობის გაწევა აქვს ახეთ მშობლები ის სახლები ოჯახებში უნდა იყოს რაღაცა წესები რომელსაც ყველა ოჯახის წევრი ის ეთანხმება რა არც მამამ არ უნდა სკროლოს არც დედამ არ უნდა სკროლოს და რაღაცა ერთად უნდა აკეთებდნენ მაგალითად შაბათ-კვირას გადიოდნენ რა ვიცი ბუნებაშია თუ რაღაც ახლა მთებში და საციგაოთა თუ რაღაცა ორშაბათს ბავშვი სკოლაში მიდის მამა სამსახურში მიდის გაიგეთ ეს დაალაგებულ ოჯახებზე ვსაუბრობ მე ახლა მაგრამ რამდენი არის ესე რომ არ მუშაობს რამდენი არის რომ რაღაც სხვა იმით არის სხვა რაღაცნაირად არის ძნელი არის ეს დაალაგებულ საზოგადოებაში ამის ყველაფრის გაკეთება ძალიან ადვილად ხდება როცა ჩვენ ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს რომლებიც ოჯახის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო დიახ მაგრამ მშობლებს როგორც კი უჩნდებათ რაღაცა თავიანთ ბავშვის ქცევაზე რაღაც კითხვები აუცილებლად უნდა მიმართონ პროფესიონალებს აუცილებლად. ალბათ ეს უნდა დაიწყოს ისევ და ისევ ოჯახის ექიმიდან. სკოლაშიც ვიყავთ როგორც ვიცი მე ფსიქოლოგები ხო? რა ვიცი სკოლის ფსიქოლოგის შართვა შეიძლება მანდაც. ხო. ანუ გამოდის რომ რაღაცა მოსამზადებელი ძალიან კომპლექსური და ძალიან დიდი სამუშაო ჩასატარებელი. ძალიანად გადასახედია ბევრი რამე და ამ სიტუაციაში საიდან დაიწყო, როგორ დაიწყო
მაინც თითოეული პიროვნების გადასაწყვეტი და მისი ოჯახის. კარგი, და არის თუ არა ეს დიაგნოზი განაჩენი? ნახეთ, ეს არის ქრონიკული დაავადება, ისეთივე როგორც არის დიაბეტი მაგალითად, რა ვიცი, ჰიპერტენზია ახლა ესეთი. ეს არის ქრონიკული დაავადება, მაგრამ ნახეთ რა შეესაქმე ეს relapse rate რაც შეიძლება ჩვენ ნორმალური მდგომარეობა რასაც ვიძახით, ხო ის უნდა შენარჩუნდეს რაც შეიძლება დიდი ხანი. და მე ვიცი ხალხი შეიძლება ისე გარდაიცვალოს რომ არასოდეს არ განმოვიდეს მაგას relapse-ი, ისე არ დაუბრუნდეს ნივთიერებას, მაგრამ ეს რისკი რომ დაუბრუნდება მაინც ამ პიროვნებში ყოველთვის მაღალი არის. და ჯობია რომ ეს გაცნობიერებული გქონდეს ეს გაცნობიერებული გქონდეს და არის რაღაც ეს თეორიები როცა რამდენიმე წლის სისუფთავის შემდეგ შეიძლება რაღაცა გასინჯო, მაგრამ ეს არის თეორიებია მარტო. ხო. რეალობასთან შორს არის. ანუ როცა ამბობენ რომ აი რამოდენიმე წლის მერე შეუძლია ისე ერთი ჭიქადალიოს. ხო, ნუ როგორც წესი არ მუშაობს. ხო, მე არ მინახე ახლა ერთი ჭიქადალი რამოდენიმე წლის შემდეგ ერთი ჭიქა დამლევიანი პიროვნება რო ყოფილიყოს. ხო. ანუ ან ისევ აღუდგება ეს მდგომარეობა. ისევ ნელა დღეს ერთ ჭიქა, ხვალ მე კიდე ერთი ჭიქა, ზეგი ერთი ჭიქა და მაზეკ და ისე გაიქცევა ხელიდან, იმიტომ რომ დაავადების თავარი ის არის რომ კონტროლის დაკარგვა, ხო? ერთ დღეს მოწევ არაუშავს. ხო, ერთ დღეს მოწევ არაუშავს. ახლა მეგობრებთან ვარ დიდი ამბავი წელიწადში ერთხელ, ან და წავედი სადღაც ამსტერდამში და დიდი ამბავი ახლა რაღაც ის. ხო. არა, ეს არის გაღება ამ იმის რა ქვია. წყალსაცავს რომ გავუღებ იმას, რა უსეფრო წამოვა წყალი, აი ესეთი მომენტი არის რა, ის კარი უნდა დაკეტილი იყოს. ხო. ანუ აქ ისე მივდივართ იმ თემასთან, რომლითაც დავიწყეთ, რომ გულწრფელობას საკუთარი თავის წინაშე. გულწრფელობა და იმ მდგომარეობის შეთვისება როგორშიც ხარ. ხო. და არა რაღაცის ძებნა, რომ აუ მე ისეთი ტკივილი არის, რა ვიცი, უნდა არიდებ ტკივილს შეიძლება ჩერეს ტკივილი მიიღო რაღაცა. ხო. აქ მივდივართ ისევ რაღაცა იასპერსით დავამთავროთ მაშინ. იასპერსი საუბრობს ზუსტად ამაზე, რომ ჩვენ ვართო განკურნების ინდუსტრიაში ჩართული საზოგადოება, ხო რა ეს ძალიან კარგად იყიდება თითქოს აი ეს განკურნების და აი ამ განკურნებაში რატომღაც იგულისხმება თითქოს და ეს გაძლიერდა იასპერსის მერე, ხო, ანუ ის ამას წერდა 40-იან მეორე მსოფლიო ომის მერე. მაგრამ ეს გაძლიერდა, რომ აი ეს განკურნების ინდუსტრია რომ შენ მოდი და მე გაგათავისუფლებ, ანუ ამის გათავისუფლება და ზუსტად ის არის სწორი მიდგომა, რომ შენ ამისგან არ თავისუფლდები, არამედ ამასთან ერთად იწყებ ცხოვრებას. ამ მიდგომით იასპერსმა განაპირობა ის, რომ გერმანია ჩამოყალიბდა დანაშაულის შეგრძნების ერად. ხო, ანუ დღემდე გერმანელებს სკოლაში ბავშვებს ასწავლიან, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ, ჩვენ გვაქვს შინაგანად ამის შესაძლებლობა, რომ ეს გავიმეოროთ. და ჯობია რომ მე განვიცდიდე დანაშაულის შეგრძნებას ამასთან მიმართებაში, რომ ეს არასოდეს არ მოხდეს, ვიდრე ამისგან უბრალოდ გავთავისუფლდე. აი ეს რაღაცა გათავისუფლების მოთხოვნილება თვითონ არის რაღაცა ესკეიპიზმის ანუ უარყოფის სტრატეგია, ხო, რომ რაღაცა აი მე რაღაცა მივალ, ეხლა რამოდენიმე ნაბიჯს გადავდგამ და ამისგან მთლიანად თავისუფალი ვიქნები. ხო, ანუ ეს არის რაღაც პასუხისმგებლობისგან გაქცევის მოთხოვნილება. არსებობს ეს სივრცე, სადაც პასუხისმგებლობა არ მოგყვება ჩვენს წარსულს. როგორც კი თავს ვიგზნობთ იმ სივრცეში, რომ პასუხისმგებლობა არ მაქვს, იმიტომ უნდა წავიდეთ ნახოთ ჩვენი ფსიქოლოგია. იმიტომ უნდა დავიწყეთ რაღაცა და რა ვიცი მედიტაცია ჩავიტაროთ და ვიპოვნოთ, რომ მე მაქვს პასუხისმგებლობა. მარტო ჩემ თავზე არა, ყველაზე მაქვს მე პასუხისმგებლობა. ჩემს გარშემო ვინც არის, ყველაზე. ყველა ადამიანს. მე მომშვენიერი ნოტა იმისთვის, რომ დავასრულოთ. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა გროწევისთვის. ამ საუბრისთვის და რა მინდა ჩვენს მაყურებლებს უთხრა, რომ თუ თქვენთვის სასარგებლო იყო ამ ეპიზოდში გამოთქმული მოსაზრებები, ან რაღაც კითხვები გაგიჩინათ, ან რაღაცა დაგაფიქრათ, რაღაცა აუცილებლად დაუფიქრდით, აუცილებლად ჩაფიქრდით, აუცილებლად დაჯექით. გაიარეთ ყველაფერი თქვენ ახლობელ ხალხთან და რა ვიცი, გადაწყვეტეთ, სად გინდათ იყოთ ხვალ. ხო.
ასევე დამშვიდობების წინ მინდა გთხოვოთ რომ მოიწონოთ ეს ვიდეო, გააზიაროთ, რაც შეიძლება უფრო დიდ აუდიტორიაზე და თუ მართლაც საინტერესო აღმოჩნდა ეს ეპიზოდი თქვენთვის, გამოყვებით შემდეგ ეპიზოდშიც, რომელიც 2 კვირის შემდეგ გავა ეთერში. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.